შენი ხმა არის შენი სავიზიტო ბარათი. სულ მგონია რომ იმას ხوار დავაჭირე აჩქარებას. გრიგოლია, რა მაგარი ხმა გაქვს შევარდნაძემ რო დარეკა სახლის ტელეფონი ეთერში პრეზიდენტმა. ჟურნალისტიკაში ხო ამბობენ ვინმე უნდა ყავდეს, არავინ არასოდეს არ მყოლია. შეიძლება არავინ არ დაიჯეროს. უცებ იღება კარები და შემოდის კახათ არგამაძე. სიკვდილის წინაც გამახსენდება. გადაცემა რო დამთავრდა, ესე კანგალებდი. ხალხურ სახელები და გვარები არ ვიცოდი მარტო შევარდნაძე. სად ნახე საზოგადოება Facebook-ი არისო, მაგრამ გაზეთებში იწერებოდა. წერდნენ რომ ინგა გრიგოლია ყვიროდა. გრიგოლია სააკაშვილმა დაგიკვეთა ეგ გადაცემა? ეს ინგა რა მაგარი გადაცემა გქონდა გუში. შენი აზრით უყურებენ შენ გადაცემას ქოცები? იმედის დერეფაში დავდიოდი და მითხარო ბიძინამ დარეკაო. აი ხა წამოვა უსკანდალურესი კითხვა. ვინ არის? ეს ინგა გრიგოლია ყველაზე საინტერესო, ყველაზე სკანდალური, განსხვავებული, ექსკლუზიური, ნუ მიყვირი. ნაწყენი მეჩვენები. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ. თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან. სანამ დავიწყებთ და წარმოვადგენ ჩვენ სტუმარს, რა თქმა უნდა შეგახსენოთ, რომ დაგვიკომენტაროთ და ალაიქოთ, მაქსიმალურად იაქტიუროთ, იმიტომ რომ ეს გვეხმარება უფრო მეტ ადამიანს მივწდეთ, გვიპოვეთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე ხომ ვართ და აქ ვართ და მოკლედ თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ახლა რაც შეეხება ჩემს სტუმარს, ინგა გრიგოლიას წარმოვადგენ, ჩემს უსაყვარლეს ინგას. არ მჯერა რომ აქ ვარ. რატო? იცი რამდენი წელია ინტერვიუზე არ მჯდა რომ არ, ანუ ძალიან ბევრი წელია. შეიძლება ვერც ვთქვა ზუსტად რამდენი და არ მჯერა. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მაიძულა რომ დაგთანხმებო. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მეგონა რომ უარს მეტყოდი. ერთხელ ხომ მითხარი უარი. ორჯერ. და მესამედ აღარ მითხრა. იცი რატო აღარ ვიცი ვარ თუ არა მზად ვიყო საინტერესო. ანუ ინტერვიუ მე თვითონვე ვერ ვიტან, როცა რესპონდენტი მოდის ინტერვიუს დროს და აღმოჩნდება ხოლმე ხო ხდება ასეც უინტერესო და არ მინდა რომ შენი იმედები გავაცრუ. ხშირად გაქვს ხოლმე ისე ეგრე, რომ მოდის და გონია რომ ძალიან საინტერესო იქნება და შეგრჩება ძალიან უინტერესო და პირიქით. აი მე მახსოვს რომ ყოველი ეთერი, ეხლა უნდა ვთქვა ეს, ყოველი ეთერის წინ იცი ხოლმე რომ აუ დღეს ისეთი არაფერი არ მაქვს და ის ინტერვიუ აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე საინტერესო. დღემდე იცი როგორ ნერვიულობ ყველა გადაცემის წინ, ანუ შეიძლება ეს ვერავინ ვერ დაიჯეროს. აი როგორ ნერვიულობ, იცი დაახლოებით გადაცემამდე 1 საათით ადრე მეწყება მღელვარება. სკოლის პერიოდში ან უნივერსიტეტში გამოცდის დროს მე როცა ვღელავდი ხოლმე, აი კუჭთან მირტყამ და სპაზმი მემართებოდა აქედან ჩემი ნერვიულობა და აი აქედან მეწყება ხოლმე დღემდე. ანუ სანამ სტუდიაში შევალ და ვიტყვი გამარჯობას, ჩვეულებრივად ვარ აი ძალიან განერვიულებული, დაძაბული და გამარჯობას რო ვამბობ და რაღაც ტექსტს ვიტყვი და მერე უკვე მეხსნება და სხვათა შორის სულ მაინტერესებს, აი რამდენი წელი უნდა იმუშაო ტელევიზიაში, რომ ეგ ნერვიულობა არ გქონდეს. მე ვერ მოვიხსენ და ბევრი წელი მემართებოდა ეგეთი რაღაც სიზმარი, მე სიზმრებოდა სულ ძალიან ბევრი წელი, ეს განსაკუთრებით პირველ ეტაპზე რა, როცა გადაცემები დავიწყე, რომ მიდის ქუდი, რატომღაც მე სიზმრებოდა მოამბის ქუდი და მოამბის საათი. მიდის ესე ქუდი მიდის, საათი მიდის და მე არ მაქვს მომზადებული გადაცემა და მე ღვიძებოდა ხოლმე ოფლიანი ესე ვიღვიძებდი და ისტერიული და მე უცებ აღმოჩნდებოდა რომ იყო სიზმარი. ხო ეთყობა რაღაცა შიშებს უკავშირდება დღემდე. აბა ეს ღელვარი თვერ მოვიშორ. არავის არ ჯერა. არა და რამდენი წელია, აი შეიძლება არავინ არ დაიჯეროს, რომ ამდენწლიანი კარიერის შემდეგ ამბობ რომ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს მაინც ღელავ ყოველი ეთერის წინ. ძალიან ნერვიულობ.
ვეუბნებულობ, ხო. საოცრებაა. ჩემი ხმის ტემბრიც თავის დროზე, ეხლა კიდე რა უჭირს, ეხლა გადასარევად ვარ, მეტნაკლებად გადასარევად იმასთან შედარებით, რაც ადრე მჭირდა. ეგ ყველაფერი მოდიოდა, ზუსტად ვიცი ამ ნერვიულობისგან, იმიტომ ხო გეუბნები, ჩემი ნერვიულობა, ჩემი ზოგადად ემოცია ამ სამყაროში იწყება აქედან. და მაშინ არის მაღალი და ანუ აი წარმოიდგინე აქედან იწყება და ამოდის ხმა, ამოდის რაღაც არას. მამა ჩემი ბავშვობაში მეუბნებოდა ხოლმე რომ ნუ მიყვირი. ანუ როცა ვიყავი დაძაბული, რამეზე თუ კი პასუხს მთხოვდა, ან რა ვიცი მე რაღაც დაძაბული თუ ვიყავი და ნუ მიყვირი და კი არ ვუყვიროდი. უბრალოდ აქ რომ მირტყამდა, ესე ამოდიოდა მე ეს ხო, მაგრამ შენი ხმა არის შენი სავიზიტო ბარათი, ინგა გრიგოლიას ხმა და ეს მოლოდინი ქონდა თავიდანვე, როცა იწყებდი კარიერას, რას გეუბნებოდნენ? იმიტომ რომ ეს ხმა ხო სულ ქონდა, ადამიანი ვითარდება, იხვეწება, პროფესიულ უნარჩვევებს იძენს, მაგრამ ეს ხმა სულ გქონდა. ეგ ხმა გახდა მე მგონი ფაქტორი. ძველ ვიდეოებს რომ ნახულობს, მგონია რომ იმას ხوار დავაჭირე აჩქარებას, მაგრამ მეც რა უცნაურია. კაცო, გავიზარდე, დაუბერდი და ხმაც ალბათ შეიცვალა, იმიტომ რომ მე თვითონაც ეგეთი განცდა მაქვს, რამე ჩემს ძველ კადრებს რომ ნახულობ ან რაღაც გადაცემას, ან უბრალოდ ინტერვიუს, სულ სხვანაირი ხმა აქვს. წკრიალა ბევრად და რაღაცა ძალიან სწრაფი და ეხლა რა ეთყობა ასაკმა მოიტანა ეს გეუბნებოდნენ რომ შენი ხმა იქნებოდა შენთვის წარმატების მომტანი. აუ ეგეთი ისტორია იყო, ისტორია რა რეალურად ტელევიზიას რაც უკავშირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება რაც მაქვს. რუსთავი 2-ში როცა პირველად ჩემი პირველი ტელევიზია იყო რუსთავი 2 და ნუ მაშინდელი რუსთავი 2 წარმოიდგინე ეროსი, დვალი, გიაკი წმარიშვილი იყო საინფორმაციოს უფროსი და აი როგორი რეალობა იყო, იცი მთელი შენი ახდენილი ოცნება რა და ხვდები არც მეტი არც ნაკლები რუსთავი 2-ში გამიშვეს გადაღებაზე, ჩემთვის პირველი სატელევიზიო რეპორტაჟი იყო და მახსოვს რეპორტაჟი გავაკეთე, ეგეც ალბათ სიკვდილამდე მე მახსოვდება, იმიტომ რომ პირველი ხო ყველაფერი სხვანაირად გახსოვს. თამაზ ნადარეიშვილი და ბორის კაკუბავა იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულები. კაკუბავამ შეურაცხყოფა მიაყენა ნადარეიშვილს და სასამართლოში ირჩევა ეს საქმე და მე გამიშვეს, არ ვიცი რეპორტაჟი როგორი გამომივიდა, მაგრამ ცხრიანი კურიერი იყო, ეს ჩემი რეპორტაჟი რო გავიდა, უცებ გამოდის ეროსი და ისე მახსოვს, აი მახსოვს ჩალისფერი შარვალი ეცვა ჩაჩაჩული, ეროსი ხო რაღაც ეგეთი სტილი ჰქონდა, აი ჩაჩაჩული, რაღაც მაისური მოჩაჩული წვერებით გამოვიდა და გრიგოლია, ესე რა მაგარი ხმა გაქვს, აი ეგ შენი ხმა გახდება შენი სავიზიტო ბარათი, მითხრა და გაიარა და ხო იცი პირველად რო გაგიჩნდა ღმერთი მეგონა ეროსისგან ანუ რაღაც მოეწონა რა მოკლედ არ ვიცი რეპორტაჟი მოეწონა თუ არა მაგრამ ხმა მოეწონა და უცებ ვიგრძენი რომ რაღაცა კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში ანუ ვინც პირველი ჩაიჭირა ეგ ხმა იყო ეროსი და მე სუმაგდებდა ხოლმე ჩართვებს რომელი წელი იყო აღარ გასული საუკუნე საკონტროლო კითხვა არა არ უმალა ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე რაღაცას რო იხსენებო ნუ იწყებო 1900 რაღაცა არა და ეგრე 1900 ალბათ 97 შეიძლება როგორი იყო მაშინდელი ჟურნალისტიკა სულ სხვა გემოქონდა მაშინ ჟურნალისტიკას სულ სხვა სიტკბო ქონდა მე ვსაუბრობ ახლა პროფესიულ სიტკბოზე ანუ ერთი არის როცა შენ გაქვს სამსახური გიყვარს მიდიხარ ეს იყო გემრიელი სამსახური, ეს იყო რაღაც არანორმალურად გემრიელი, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეტაპი პროფესიული თვალსაზრისით. თან პატარა ვიყავი მაშინ კორესპონდენტი, ვიყავი ახლა რომ მახსენდება, დარბევები მაშინაც ხდებოდა აქციების ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ეს აქციების წინააღმდეგ გამოსვლა სპეცრაზმი და რაღაც კადრები ვნახე ამას წინათ. აი ამ ხელა ქუსლებზე მაცვია, პატარა რო ხარ. აი ამ ხელა და დავრბივარ, იმიტომ რომ სპეცრაზმი მოვარდა და აქციას არბევს. და აი ესე დავწარმოიდგენ, რატო უყვები ამას? აი სულ სხვა იყო მაშინ, აღარც ქუსლის სიმაღლე გადარდებდა, არაფერი, მხოლოდ ცხოვრობდი პროფესიით და მაშინდელი რუსთავი 2 ეს იყო მართლა
მართლა რაღაც მოვლენა ამ ქვეყანაში ეს იყო ჯერ ესეთი თავისუფლების რაღაც უსაზღვროება. ანუ ამ თავისუფლებას არ ქონდა საზღვარი. მე ვსაუბრო პროფესიულ თავისუფლებაზე და შენგან ითხოვდნენ, რატო იყო გემრიელი, სწორედ ამ თავისუფლებას რა. სხვათა შორის მე პირველ არხზე გადავედი და პირველი არხი მე როცა გადავედი იყო რაღაცნაირი ძველი თაობა და ახალი და უკვე ჭიდილი რომ მიდის თაობებს შორის და არ იყო მარტივი ძალიან რთული იყო მაგალითად გიყურებდნენ სკეპტიკურად ძველი თაობის ვარსკვლავები გამარჯვებას არ მეუბნებოდნენ. არა, ალბათ სხვებიც იგივე სიტყვიან, ჩემი თაობის. მაშინ ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები და ზაზა შენგელია მივიდა, ახალი მისული იყო და სხვათა შორის ხო, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჟურნალისტიკაში ხო ამბობენ ვინმე უნდა ყავდეს, არავინ არასოდეს არ მყოლია. ლევან ყუბანეიშვილი და ზაზა შენგელია გავიცანი მას მერე, როცა მივედი. იქ უბრალოდ მიმიღეს, იმიტომ რომ ცუდად გავხდი რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და რუსთავიოში მქონდა ისეთი დატვირთვა, რომ ჩემმა ჯანმრთელობამ ვერ გავწო დღეში 3 რეპორტაჟს ვაკეთებდი და მერე პირდაპირ ჩართვებზე დავდიოდი რა, რაღაც არანორმალური სიგიჟის პერიოდი იყო. და შემდეგ ეთერში დაჭექი და მე არა მე წამოვედი რუსთავი 2-დან, იმიტომ რომ უნდა ცუდად ვიყავი და ჯანმრთელობის უნდა მიმეხედა და 2 თვე რო გავიდა ჩემი მკურნალობა რომ დასრულდა უცებ მივხვდი რომ ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი დედამიწაზე, იმიტომ რომ არანორმალურად მიყვარდა ის რასაც ვაკეთებდი და არ ვიცნობდი არავის ნატონიანს ვიცნობდი ეს ეკრანზე მყავდა ნანახი და ნატონიანს დავურეკე. ქალაქის ტელეფონები იყო მაშინ. ანუ მე მგონი პეიჯერებიც არ იყო. ანუ ქალაქის ტელეფონს და გამარჯობათ ინგავარ გრიგოლია და ეს რო არ თქვა გამორიცხულია რა და ანუ არანაირი პატრონაჟი არა ის კიდე ვერ ვიტანხო მე ამას რო ამტკიცებენ. და ურეკავ ნატონიას. ურეკავ და ის უთხარი რომ ინგავარ გრიგოლია და დათო ნიკურაძე მიმიყვანა რა, დათო იყო ჩემი გამყოლი, ასე ვთქვა. მიმიღეს ეგრევე, იმიტომ რომ უკვე ნანახი ქონდა ჩემი რეპორტაჟები, ჩემი ჩართვები და ეგ პერიოდი იყო, რომ ზაზა და ყუბანა აკეთებდნენ ახალ გუნდს. საინფორმაციო უნდა შეიცვალოს, ახალი გამოწვევებია, ახალი სიტყვა ჭირდება და ანუ რას ვყვები თავისუფლება იქ რაც მქონდა და ეხა აქ სახელმწიფო ტელევიზია იყო. მეტი ტელევიზია არ არსებობდა, სახელმწიფო ტელევიზია და რუსთავი 2. და სულ მეშინოდა, რომ არ შემზღუდონ და ზაზამ გადააწყო რა ეს ძველი თაობა, ჩაანაცვლა ახალგაზრდა თაობით, რაც იყო ალბათ ძალიან მტკივნეული, ძალიან მეგან არ მესმის, ისე მესმის იმ ხალხის, ვინც მთელი ცხოვრება იქ მუშაობდა, მაგრამ ან ჩვენ არ ვიყავით დამნაშავეები, უბრალოდ რაღაცა ახალი თაობა წამოვიდა. ეხა მაგალითად გულწრფელი ვარ, არ ვიცი რამდენად დამიჯერებენ, სიამოვნებით გადავაბარებდი ახალგაზრდა თაობას, თუნდაც ჩემს საავტორო გადაცემასაც და კიდევ ბევრ საქმეს, რასაც ვაკეთებ ტელევიზიაში. და ეს იყო ძალიან რთული პერიოდი და ზაზამ რო შეკრიბა ახალი გუნდი და ყუბანამ თავარი დაკვეთა იყო, უნდა ყოფილიყავი თავისუფალი. იცი რა რეპორტაჟები და რა გადაცემები მაგ პირველ არხზე გაკეთ. ერთხელ იყო მაგარი ისტორია. რამდენად თავისუფალი. განა კონფლიქტები არ მქონდა. იყო რაღაცა, რაშიც არ მეთანხმებოდა. თქვათ ან ჩემი ხელმძღვანელი, ან ზაზა, მერე და მერე საქმეს ჭუბში დავმეგობდით რა ყველასთან. მაგრამ რაღაცა პატარ-პატარა კონფლიქტები ხა რასაკვირველია სამსახურში იყო. ერთხელ მახსოვს, არაფერი არ ხდებოდა. არაფერი არ ხდებოდა. რაღაცა მკვდარი დღე იყო და მე მიმყავდა ყოველდღიური პოლიტიკური ток-შოუ და რა პროდიუსერიც კი არ მყავდა. ხო დაუჯერებელი, ანუ 2 ჟურნალისტი და მე ვაკეთებ. არანაირი პროდიუსინგი არაფერი და რა გავაკეთოთ და რაღაცა მოდი კახა თარგამაძეზე გავაკეთოთ რა. კახა თარგამაძე იყო მას შინაგან საქმეთა მინისტრი და რაღაც დავგეგმეთ, იმიტომ რომ უკვე ეს ახალგაზრდა მოქალაქეთა კავშირი, ამას წარმოადგენდნენ სააკაშვილი, ბარამიძე, ვიღაცა, ანუ ეს ძველი რო ქვიათ ეხლა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა თაობა პოლიტიკოსებისა მოქალაქეთა კავშირში იყვნენ, ერჩოდნენ ძალიან
ისეთ გიჟური კონფლიქტი იყო რა ამ შევარდნაძის ძველ ასაკოვა რეტროგრადებსა და მათ შორის და გავაკეთე მოკლედ გადაცემა კახა თარგამაძეზე და ზაზა შენგელიამ მითხრა რომ მეორე დღეს იყო მთავრობის ხდომა და რომელი დრო ჯობდაო ჟურნალისტებისთვისო როცა კითხულობენ ეს საინტერესო იქნება მანდაზე პასუხი მთავრობის ხდომაზე შედიოდნენ ჟურნალისტები ანუ მინისტრები ხო იყვნენ მაგიდა რო არის ეხლა რო ხედავთ ხომ ესე იყო მაგიდა ტრიბუნები იყო იქით შევარდნაძე და აქეთ მინისტრები აქეთ ჟურნალისტები და წავედი სანამ დაიწყება მთავრობის ხდომა მე ვიყავი სულ აი ეს არც მიწისა ხარ არც ისა რა აი ეგ ადამიანი ვიყავი სულ იმათ ეგონათ რომ იმათ დაკვეთაზე ვმუშაობდი იმათ ეგონათ რომ იმათ დაკვეთაზე ვმუშაობდი მთელი ცხოვრება მაგდილემის წინა როგორც ეხლა ვარ სააკაშვილის დროსაც როგორც იყო ეხლა ქოცების დროს როგორც იგივე ხდებოდა მაშინაც და მოკეთ მაგარი გადაცემა გამოვიდა რა და სტუმრად მყავდა არ მახსოვს ან სააკაშვილი არ აი ვიღაცა მაგისი გუნდიდან და ადრე მომიწია მისვლა, უცებ იღება კარები და შემოდის კახა თარგამაძე. როგორ მახსოვს, ვანო ზოდელავა, სულხან მოლაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო. ანუ ბევრი ხალხია და კარი იღება შემოდის კახა თარგამაძე და ესე შორიდან მითხა გრიგოლია, სააკაშვილმა დაგიკვეთა ეგ გადაცემა, პირველ არხზე ვმუშაობდი მაშინ და მე ვთხარი არა ბატონო კახა როგორ გეკადრებოთ და რაღაცა უცხოდ ვიგრძენი უცებ იქ თავი აი იცი როგორ ვიგრძენი რომ შენებში არ ხარ ანუ არასასურველი მზერ ანუ რაღაცა ცუდად მიყურებდნენ იმიტომ რომ ეს იყო ის გადაცემა რომელიც ურტყამდა აი იმ ჩამყაყებულ იმ რეალობას რა ერთადერთი იყო სულხან მოლაშვილი მოვიდა მე ძალიან მეგობრობდი სულხანთან და მითხრა რომ კაი არის ნერვიულო რა დაძაბული სიტუაცია რა მოკლედ სანამ დაიწყება მთავრობის ხდომა სანამ შემოვა შევარდნაძე და სულხანმა მითხრა ესე არის ნერვიულო და გამილაითა ცოტა და უცებ იღება კარები და იქ გიჟის ნაბიჯები და ესე მორბის იუსტიციის მინისტრი იყო სააკაშვილი და ესე ინგა რა მაგარი გადაცემა ქონდა გუში აი და მიუბრუნდა ზაზა შენგელიას აი ესეთი უნდა იყოს პირველ არხზე ყველა გადაცემა ყოჩა ეხა რა დააჯერებ და ანკახა თარგამაძეს არ ვიღაცას რომ ეს არ იყო მის არა და მართლა არაფერ შუაში არ იყო და ვიფიქრე რომ მოკეტე გაჩუმდი და არასოდეს არ გაჩუმდაო და დაიჯერა კახა თარგამაძემ ალბათ რომ მართლა მიშას დაკვეთა იყო არა და არ იყო საერთოდ ტელევიზიაში როგორ მოხვდი ტელევიზიაში როგორ მოხვდი მუშაობდი საინფორმაციო სააგენტო გეაში და ვიყავი საპარლამენტო კორესპონდენტი როგორ მოხვდი აი როგორ მოხვდი ხო ეგეც ეგ ძალიან აი საერთოდ რა მე ვარ ფილოლოგი ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი და 2 თვე ვიმუშავე ერთ-ერთ სკოლაში და აღმოვაჩინე რომ არ შემიძლია ეს არ არის ჩემი საქმე დღემდე ვარ დარწმუნებული რომ მართლა არ იყო ეს ჩემი საქმე და როგორ მოვხდი მართლა ამაზე არასოდეს არ მიფიქრე ძალიან საინტერესოა და როგორ პერიოდზე გელაპარაკები იცი რომ აი ფეხსაცმელი ერთი რო გაქვს იმისი ტროლეიბუსები იყო და ტროლეიბუსის ფული რო არ გაქვს საერთოდ რო არსებობ გიკვირს რა ჭამ რა გაცვია 90-იანი კატასტროფა ხო უკვე იმ სიბნელიდან თითქოს გამოსვლი სიღატაკე ტოტალური ნუ აი არ ვიცი კატასტროფული მდგომარეობა და დეპრესიული იმიტომ რომ სამსახურს ვერ შოულობდა რომცი შოუ ანუ შვილი მყავდა მე ფიქრობდი რომ ანუ ცხოვრება უნდა ამ ბავშვს მე პატარა ძალიან პატარა ვიყავი და შემხვდა ჩემი მეგობარი ირმა სტეფნაძე მეზობლები ვიყავით კურსელები ვიყავით ჯგუფელები ვიყავით ძალიან ახლობელი იყო ჩემი უი გრიგო რამდენი ხანი არ მინახიხარ თუ რაღაც ესე რა შვებს სადღაც ქუჩაში მივდივარ ბოთუაზე ვცხოვრობდი ფეხით უნდა ავასყდე აღმართს და ისა რასაკეთებო და მეთქი არაფერს ვერ ვშოულობ და მე ვმუშაობ მოქალაქეთა კავშირშიო პრესცენტრშიო და წამო არ გინდაო და მეთქი რა არის აი დედასპიცა და მეთქი რა პოლიტიკიდან იცი როგორ შორს ვიყავი აი
ეხა რო ვიღაცები ამბობენ ხოლმე რომ არ ვიცი რა ხდება. აი მე ვიყავი ეგეთი ტიპი. ჩემი რაღაც მიკროსამყარო მქონდა მაშინ და ბევრ პრობლემასთან ვიყავი რა, შეტაკებული, შეჯახებული და საერთოდ თითქოს ტელევიზორსაც არ ვუყურებდი, ჯერ შუქი თუ იქნებოდა რომ ჩამერთო. აი რაღაცა თუმცა სუოცნება იყო ჩემი ტელევიზია, მაგრამ და ირმამ მითხრა წამოდი, მეთქი რა უნდა ვაკეთო. წამო რა პრესცენტრში. რომ მიმიყვანა იქიდან მალევე გაკეთდა საინფორმაციო სააგენტო გეა, რომელშიც აი იქიდან უკვე ადამიანები გავიცაინ და რავი ვიღაცა მეტყობა უბრალოდ იფიქრა რომ გამოვიდო და ჩემგან ჟურნალისტი და გიგა ქურდოვანიძემ გააკეთა მაშინ ეს გეა და წამოდიო სამუშაო და აღმოჩნდა რომ ვიყავი ძალიან პროდუქტიული. პირდაპირ გამიშვეს ხალხი სახელები და გვარები არ ვიცოდი მარტო შევარდნაძე, რა ფრაქცია, რა პარტია. გამიშვეს პარლამენტში და უნდა ანუ ამ იქვე ვიგებ რა უნდა გავაკეთო რა. რამდენ ნიუსსაც მოიპოვებდი, ფაქსით ვაგზავნიდი. ფაქსი იყო პარლამენტის პრესცენტრში, იდგა ერთი ფაქსი და მთელი ქართული ჟურნალისტიკა იმ ფაქსზე იჯდა. და იქიდან უნდა გამეგზავნე და ნუ ავიკელი ეს გეა, იმდენი ინფორმაციას მოვიპოვებდი. ანუ ახალი მისული ვიყავი და ავიკელი ეს უკვე ქაღალდი გაუთავ და ფაქსი გაუფუჭდათ მე მგონი რომ ეს ხალი გააკავე და ეს და ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ძალიან მოკლე დროში მოვერგე რას იცი ყველა აი რო არ ვიცოდი ფრაქცია რა იყო და პარტია ყველა ფრაქციაში ყველა გუნდში საპარლამენტოში უკვე მყავდა ჩემი ინფორმატორები. არა და არ ვარ ეგეთი კომუნიკაბელური და აი მაშინ რა როგორ არ ხარ ეგრე რო ეხა რაღაცა ყველაზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია როგორი ნდობა უნდა და რანაირად ხდებოდა ალბათ პროფესიული ისა თვისება უნარია ეგ რა და ეს ჩემი მოპოვებული და გეას დაწერილი ინფორმაციები მიდიოდა მე რუსთავიორში, იმიტომ რომ ტელევიზიას ქონდა გამოწერილი ახალი ამბებისთვის და ირმა ნადირაშვილმა ერთ დღეს რომელსაც ვიცნობდი საპარლამენტო კორესპონდენტი იყო რუსთავიორის და ჩემთვის იყვნენ სხვა ტიპები. ანუ აი ტელევიზია იმენად საოცნებო იყო ჩემთვის. უკვე ტელევიზია გაქვს. ტელევიზია ბავშვობიდან აკოიატებული მქონდა, მაგრამ აი ხო, ნუ რუსთავიორი იყო ერთადერთი და საოცნებო რომ რუსთავიორში ვინც მუშაობდა, ისინი ცოტა სხვა სიმაღლეზე მეჩვენებოდნენ და ერთ დღეს ირმა მითხრა რომ ისა არ გინდა ჩვენთან მუშაობა ესე და მეთქი რავი და ეროსს უნდა შენთან შეხვედრა. თუ რაღაცა ეგეთ, მოკლედ შეხვედრაზე წავედი რუსთავიორზე და მიმიღეს რა და იყავი ბედნიერი. ბედნიერი არა. ეგ იყო ჩემი აი როგორი ასრულებული ოცნება, იცი? ხანდახან კინო მგონია, ფილმი მგონია, მთელი ცხოვრება რაზეც ოცნებობს ადამიანი და მე მჯერა აკოიატებების ძალიან ბევრს რო ვფიქრობ რაღაცაზე, ხო აი აქედა რო ვფიქრობ ის ყოველთვის ხდება. წარმოიდგინე პატარა რო ვიყავი, რას თამაშობენ ბავშვები ექიმობანა, მასწავლებლობანა. მე ვთამაშობდი, არ ვიცი რა, სხვადასხვა რაღაცებს, ოღონდ სულ ვიყავი ჩემს წარმოდგენაში ტელევიზორში, აი იმ ყუთში. ჯერ კომუნისტების დროიდან მოყოლა 1971 წელს ვარ მე დაბადებული. და მთელი ჩემი ოცნებები, ეს ბავშვური თამაშები უკავშირდებოდა იმას, რომ ტელევიზორში ვჩანდი და დედაჩემს რაღაც დეზოდორის რაღაცეები ის ფლაკონ თუ როგორ ქვია მაგას არ ვიცი ეს მოკლედ ხელში მე სულ რაღაც ნივთი მეჭირა ხელში და დავდიოდი ვითომ მიკროფონი და ერთია რომ აგიყვანეს სამსახურში და მე კიდე ალბათ ეთერში როცა დაჯექი ესეც იყო რაღაცა დიდი ემოციის ამბავი. ეთერში როცა დავჯექი, ეგ იყო პირველი გადაცემა შენი. ლევან ყუბანეიშვილის დამსახურება. ყუბანა. ეხა უყურე მე რა მჭირს, მე მალე მბეზდებოდა სამსახურები. მართლა. ძალიან. პირველი შემთხვევაა რომ 10 წელია ერთი და იგივე ადგილას მუშაობ. ანუ რაღაცა როგორც კი ვგრძნობდი რომ რაღაცა ცოტა ამოვწურე, თამამი ვიყავი. ალბათ იმიტომ რომ ახალგაზრდა და პატარა ვიყავი რა და ჩემი პირობები მქონდა. აი რაღაცა გიჟი თავისუფალია ტიპი ვიყავი რა, სულ რაღაცა მომბეზდებოდ და მივხვდი რომ მე პირველ არხზეც რაღაცნაირად აი უკვე მომბეზდა რა. კორესპონდენტი ხარ?
კორესპონდენტი და აი უკვე დავიწყე რომ ფიქრი რომ აი რა შეიძლება სიახლე და ამ დროს იგეგმებოდა ღამის ток-შოუს გაკეთება. პირველ არხზე და ლევან ყუბანეიშვილი იყო მაშინ საინფორმაციო ხელმძღვანელი და შემომთავაზა რომ ჩავწეროთ და მოკლედ ძალიან ჩქარა აღმოჩნდი პირდაპირ ეთერში. ეს ჩემი პირდაპირ ეთერი ალბათ სიკვდილის წინ რომ მითხრან რომ აი რა გაგახსენდა სუბოლო წამებში მოუყვები. შროდერი იყო თბილისში ჩამოსული და შევარდნაძე ხდება და დიდი ამბავია რა გერმანია, საქართველო, ნუ მოკლედ და სტუმარი იყო კოტე გაბაშვილი, ჩემი, რომელიც იყო გერმანიაში ჩვენი ელჩი. აი სიკვდილის წინაც გამახსენდება და რომ ნახო ეს კადრები, ეს არის ადრე ვთქვი სადღაც, ეს არის იმის ნიმუში ერთის მხრივ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი ეთერში, მაგრამ მეორეს მხრივ აი როგორ შეიძლება ადამიანისთვის ერთი გადაცემა აღმოჩნდეს ან საბოლოოდ დამარხვა, ან რაღაცისკენ, მაღლისკენ გზა. მაღალში გულისხმობ კარიერა. პირველი როგორ ვყვირი იცი იმ გადაცემაში. ეხლა ხო ხმამაღალი არის ჩემი საუბარი. ბოლო აი ესე და საზოგადოება შეშფოთ და შოქში ჯავარ. სად ნახე საზოგადოება Facebook-ი არისო, მაგრამ გაზეთებში იწერებოდა და აღმოჩნდა საზოგადოების რაღაცა ნაწილი, რომელიც ჩავარდა შოქში და ალბათ მე შოქში ჩავარდებოდი. მაშინ იმიტომ წარმოიდგინე პირველი არხი დამჯდარი, რაღაცა სხვანაირ ჟურნალისტიკას ნაჩვევი და უცებ ვიღაც გიჟი, ხალი ეთერში ჯდება ძალიან სასაცილო გარეგნობით, ანუ ესეთი არავის არ უმუშავია, ყუბანა უნდა მოვკლა, ან სტილისტი, ან რაღაცა ეს არ გიხდება, ის ეს იცი რა მახსოვს? რაღაც შინდისფერი პერანგი მეცო, ესეც კი მახსოვს, გეუბნებით, ეგ იქნება ჩემი წაუშლელი მოგონება. და ვყვირი ბოლო ხმაზე. გადაცემა რომ დამთავრდა, ესე ვკანგალებდი, ალბათ ის სიზმარი მაგ დღის მერე ამეკვიატა რა. მაგრამ ნუ აი აღმოჩნდა რადიკალურად მიუღებელი. და წერდნენ რომ ინგა გრიგოლია ყვიროდა. ყვირის რაღაცა უზრდელი ყვირის ლიტერატურულ საქართველოებში სადღაც იწერებოდა. ხო და მაგრამ უყურე როგორი ერა დაიწყო ამ ზაზა შენგელიას ამ ძალიან მძიმე ალბათ კიდევ ერთხელ ალბათ არა ადამიანებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანმა რეფორმამ უცებ გააჩინა კონკურენცია. და პირველი არხი და რუსთავი 2. ეს იყო მთელი ეპოქა. ბოლოს ისე დაიძაბა ურთიერთობა ერთხელ პირველ არხსა და რუსთავი 2 შორის ეროსისა და ზაზას შორის, რომ პატრიარქმა ერთხელ შეხედა, აი რები მაქვს უბრალოდ შეხვედრა დაიგეგმა პატრიარქთან არ მომთხოვრა თემაზე არ მახსოვს, ეხა აი ეგ უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ საპატრიარქოში მხარეებად იქნენ მიწვეული ეროსი და ზაზა შენგელია, პატრიარქი მონაწილეობდა ამ ორი ტელევიზიის ვეშაპის შერიგებასა და დაზავებაში. წარმოგიდგენელია. არანორმალური პერიოდი იყო. ეს იყო ნიჭიერი ადამიანების როგორი ჭიდილი, იცი, მე გულისხმობ აი ამ ჰედებს რა, ანუ აქეთ ზაზა ამბიციური, უნიჭიერესი, იქით ეროსი და დვალი უნიჭიერესები, წარმოუდგენელი ხალხი ერთმანეთს ეჯა, პატრიარქმა მოუწყო შეხვედრა. მე მგონი ნიკა ტაბატაძეც ესწრებოდა მაგ შეხვედრას და აი ზაზას მხრიდან არ მახსოვს ვინ. ან უფროსობა იჯდა, ეგ სუ კონკურენცია. და მე და ეკა ხოფერია ვიყავით ერთმანეთის კონკურენტები. ეკა მიყვარს ძალიან დღემდე რატო იცი არასოდ აი ხო კონკურენცია ხო იცი ცოტა მტრობას პატარა რო ხარ თორე ეხა საერთოდ მეცინება ეგეთ რაღაცებზე მაგრამ აი ცოტა ძაბავს ჩვენ ვიყავით ერთმანეთის მიმართ ძალიან კორექტულები მაგრამ კონკურენტები ვიყავით და აი სტუმარი იქ ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო მე თუ არ მეყოლებოდა გული გამისკდებოდა და ეკასაც ანალოგიურად რა პირიქით მაგრამ და ისა ინტერვიუებს რო წერდით აი როგორი ჟურნალისტიკა იყო იცი მაგალითად რუსთავი 2-ში ეროსის და დვალის დროს შე რო 5 მიშვერილი მიკროფონი ჩაგეწერა
კომენტარი ის იქნებოდა ალბათ არ მოხდებოდა ის რეპორტაჟი შენ უნდა გქონოდა განსხვავებული ექსკლუზიური და ისეთი რაღაც უნდა მოგეპოვებინა რაც ყველას არ ქონდა უпростоრეთ რაც არავის ქონდა აი ეგეთი იყო მაშინდელი დაკვეთა მაშინ იყო ძალიან რთული და მისაღებადაც რთული იყო საზოგადოების რაღაც ნაწილის მე როგორ რაღაცა შევეჯახე იცი თბილისური ხო იცი აი ეს ელიტა ყოველთვის არსებობდა რა და აი შენ რომ მკითხე რომ იცინეთ გაზეთებში იწერებოდა ანუ საქართველოს თბილისს ყავდა ელიტა რომელიც მე მემკვიდრეობით ჰქონდათ გადმოსული აი ბაბუისგან ის ელიტის ვიღაცის მამისგან და შვილები უკვე კიდე ელიტას და უცებ ვიღაცა აი ესე მართლა არავინ არ ყოფილა რა ჩემი პატარა მე უფრო გახდნენ ჩემი უახლო დღემდე ჩემი ცხოვრების ადამიანები არიან მაგრამ მაშინ არავინ არ ყოფილა ვიღაცა გიჟი ოღონდ მე მარტო არ ყოფილვარ ასეთ ჩემი თაობის მართლა უპატრონო ცუდად ვამბობ ამას მაგრამ მინდა რომ ზუსტად ავხსნა ადამიანები რომლებმაც თავისით მიაღწიეს ყველაფერს ამ ელიტას შენ შენ ვიხარ საერთოდ მე წყნეთში გაზდილი კიკეთში კოჯორში მამა ბაბუა ის იმოჯახიშვილი ეს იმოჯახიშვილი შენ ვინ ხარ ვიღაც ინგა გრიგოლია და შესაბამისად ანუ ყოველთვის არსება აი ჰეითერები ეხა რომ ვამბობთ ხო ეხა რაღაცა გათანამედროვ და ტერმინები სხვა სახელები დავარქვი თორე ეგ რეალობა ფეისბუქური იყო მაშინ გაზეთებში ვინ არის ეს ინგა გრიგოლია მამა ვინა ბაბუა ვინა არავინ არა რომანის შვილია რა რომელიც არასოდეს ყოფილა ელიტა ხო და აი ეგ ხალხი იყო ყოველთვის კონფლიქტში აი ამ ახალ თაობასთან პოლიტიკოსებისაც და ჟურნალისტებისაც იყო ამაზე არ საუბარი მაშინაც არ შეიძლებოდა და ეხაც არ შეიძლება. მათ ჰქონდათ მემკვიდრეობითი, აი ვინ უპირისპირდებოდა რაღაცა რეფორმებს, მათ შორის ტელევიზიებში, მედია რეფორმებს, პოლიტიკაში ახალგაზრდების ყოფნას. აი ის მემკვიდრეობითად მიღებული რომ ჰქონდათ რა, აი ეს რაღაცა თბილისურ, კიკეთურ, წყნეთური, აი რაღაცა ეგეთი და ჩვენ ჟურნალისტები, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ ეხა თორემ მთელი თაობა იყო ჟურნალისტების რომლებისთვისაც ის ხალხი არ იყო არანაირი ავტორიტეტი. აი არ მინდა ვიღაცას ეხა შეიძლება აღარც იყოს ვინმე ცოცხალი გარდაცვლილი იყოს და გული ვატკინო, აი ვიღაცა კაცი ელიტის წარმომადგენელი ჩემზე რა სიტყოდა. იცი როგორ არ მადარდებდა მაშინ, აი შენ რომ მკითხე რა რეალობა, არ მადარდებდა ხალხო. მე ჭირობდი იმ გაზეთს. ყველაფერს ვკითხულობდი. ანუ ახსენდება რამე ისეთი ვინც დაწერა არა როგორ არა საშინელებები იწერებოდა ჩემზეც და ჩემი თაობის სხვა ჟურნალისტებზე ანუ ამას უყურებდნენ როგორც აპოკალიფს რომ ვიღაცა თავხედი ჟურნალისტები აქ რეებს ბედავენ აქ ხომ თავისი ქართული ეს შეუვალი ველია აქ მარტო ელიტის ადგილი იყო. აი პოლიტიკაშიც უყურე, გამოჩნდნენ ახალგაზრდა პოლიტიკოსები. ეს როდის მოიშალა ვარდების რევოლუცია იყო? ვარდების რევოლუციის მერე კი, მაგრამ მოიტანა რას ქვია, როგორ არა, თავისთავად ეგენი ვინც ვარდების რევოლუციის ლიდერები იყვნენ ის ახალი თაობა პოლიტიკოსების, ვინც მიუღებელი იყო ამ ელიტისთვის, ხო? მაგრამ ვარდების რევოლუცია მოიტანა სრული რღვევა ამ რეალობის, მაგრამ შექმნა მეორე სხვა რეალობა. იქ ახალი ელიტა ხელოვნურად შეიქმნა და უხეში ფორმით ხდებოდა ვიკა ძალიან. აი კი მე მეცინება, ეხა შენ ვიღაცა მამა შენი მწერალია თუ ბაბუა შენი მაგარი მსახიობია, რეჟისორი იყო, ჩემთვის ეგ არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე წავიდა იცი როგორი ჩაჩეხვა რა, უხეში ფორმებით. ჩარეცხილების თემა გემახსოვრება რა. აი ეგ თემა იყო უხეში, თორე სინამდვილეში შინაარსობრივად იყო ძალიან სწორი, უბრალოდ ფორმებით იყო ძალიან უხეში და მტკივნეული რა, თორე ეგ გარღვევა იყო. აი და მე რაც მოყვა ამ
რეალობამ დღევანდელმა რაც მოიტანა, ეგ იყო უკვე ისევ იმ ხალხის რევანში. ეხლა გახსენდება რომელიმე ისეთი გადაცემა მაშინ გაკეთებული წარსულში, რომელსაც ეხლა უბრალოდ არ გააკეთებდი, რომელზეც ეხლა გეცინება საერთოდ აი ამ თემებზე ვაკეთებდით, აკეთებდი გადაცემებს. მე მაგალითად ბოდიში მაქვს მოხდილი წლების მერე ელდარ შენგელაია იყო ერთხელ პირველ არხზე სხვა ჟურნალისტის გადაცემა იყო და ჩვენ როგორც პირველი არხის თანამშრომლები და აი მას ვერ ვუყურებ, რომ მოვკვდე ვერ ვუყურებ. ნერვიულობ ძალიან, ნერვიულობ და რითი ვხსნი, იცი რითი ვხსნი, აი ახალგაზრდა რო ხარ და ცოტა ბევრის უფლებას აძლევ თავს ეხლა გარემოში არა გარემო ხო ნუ ანუ გავლენის ქვეშ ხარ იმ გარემოში და ხარ პატარა რა და აი გონია რომ ყველაფრის უფლება ჩემი თავი ყველაზე მეტად მძულს მაგ გადაცემაში ბენდუქიძის გადაცემაში და ერთი გადაცემა იყო ზურა ჭიაბერაშვილთან აი ეს სამი გადაცემა მძულს ვერ ვიტან, მაგრამ ნუ ვიღებ როგორც ჩემს ისტორიას რა, თუმცა აი მძულს რა, მაგრამ აი ეგ გადაცემა ელდარი მახსოვს ძალიან უხერხული იყო და მე ნახე წლები რო გავიდა და ბოდიში მაქვს მოხდილი, იმიტომ რომ აი ისე მწხვენია ჩემი თავი იქ რო ხედავ რა დღეში ვარ, მაგრამ აი ახალგაზრდული ცოტა გათავხედებული ხარ შენი ახალგაზრდობა და შენი თავისუფლებით ცოტა მეტ უფლებას ალბათ ვერასოდეს ვერ მივცემდი რაღაცა აი მომხდარიდან დაუშვათ 10 წლის მერე ჩემს თავისუფლებას რომ დაუშვათ რაღაცა ეგეთი დამედგა რასაც იგდგავდი უდიდესი შეცდომებია მაგრამ ეგაა ჩვენი ცხოვრება მაშინ ამას აკეთებ და გონია რომ ეგ შენი საკეთებელია იმიტომ ჩართული ვიყავ მე თუ რამე არ მაღელვებს ვიკა გადაცემასაც ვერ ვაკეთებ და გადაცემა რომელიც განსაკუთრებით გამახსოვრდება იმიტომ რომ ფიქრობ რომ იყო ყველაზე საინტერესო, ყველაზე სკანდალური სამ გადაცემას დავასახელებდი შეიძლება ბევრად სხვები იყო მეტი ერთი იყო პირველ არხზე შევარდნაძემ რო დარეკა სახლის ტელეფონით ეთერში პრეზიდენტმა მაშინაც იცი როგორი რეალობა იყო სააკაშვილი იყო უკვე საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიცია რა და მირიან გოგიაშვილი იყო შევარდნაძის დროის მაშინდელი ფინანსთა მინისტრი და მგონი ჯერ იყო მირიანი ეთერში და მერე მიშა სააკაშვილი თუ პირიქით მოკლედ სააკაშვილი ზის და უბერავს რა საკრებულოს თავმჯდომარეა და რევოლუციის წინა პერიოდი 1-2 წლით ადრე ხდება რა ვარდების რევოლუციამდე და წავიდა ეს სააკაშვილი და უცებ მეუბნებიან ყურში რომ შევარდნაძემ უნდა დარეკოს და გამოუშტერდი იმიტომ რომ ღამის 12 საათზე ვიწყებდი გადაცემას და მეთქი რა შევარდნაძე და დარეკა პრეზიდენტი ახაზეო ოღონდ ჯერ დაილაპარაკა ნანული შევარდნაძე ალო იძახდა ქალბატონი ნანული და ალო და დიახ თქო ანუ და პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მეუნებდი პირველი ლედი იყო და არ ვიცი ნუ მოკლედ საგიჟეთი დღე იყო ეგ რა პირდაპირ ეთერში ბრძანდებით პირდაპირ ეთერში ხარო პირდაპირ ეთერშიო და მიაჩეჩა ედვარდს ტელეფონი ანუ ჯერ ცოლმა დარეკა რა და ედვარდ შევარდნაძე არის ხაზზე და ალო თქვა მან დრო ეგრო ლაპარაკობდა მასე კი არა საქმე თუ რაღაც მიშას დაამხო მე ბევრი წელი რომ გავიდა ერთხელ სადღაც ვყვებოდი და ვიღაც უცხოელი ჟურნალისტები ისე და ვერავინ ვერ დაიჭერა რომ ანუ ტოქ-შოუში რეკავდა შევარდნაძე თითო მეორე გადაცემა რომელიც მთელი ცხოვრება მახსოვს და მე მახსოვრება იყო საქართველოში გამოვიდა Playboy ჟურნალი და ამაზე მქონდა გადაცემა. ეგ მეც მახსოვს ჩემი გახსოვს? ეგ იყო დაუვიწყარი, ეგ იყო წარმოუდგენელი გადაცემა, სადაც ღმერთო რეები გვაქვს გავლილი. Playboy რო გამოვიდა, ისეთ სკანდალი ხდებოდა ქვეყანაში, რომ როგორ შეიძლება რომ რაღაცა ბიუსჰალტერით გამოჩნდეს მოდელი.
ამაზე გავაკეთე გადაცემა. ოღონდ მართლა გასაკეთებელი იყო, კაცო ქვეყანა თავი, აი, საგიჟეთი დაინგრა. და ის დაინგრა, ჩამოინგრა ყველაფერი და ეს გადაცემა მახსოვსო და მესამე იყო ირაკლი ოქრუაშვილი. ეს იყო დარსომ მითხა მახსოვს მეორე დღეს დამირეკა და იციო როგორიო გადაცემა იყო. ფოთოლი არ იძროდაო ქალაქშიო. ყველა მთელი ქვეყანა იჯდა ტელევიზორთანო და გარეთ ქუჩაში მანქანები არ დადიოდნენ. ეგ იყო ჩემი დაუვიწყარი მესამე გადაცემა, რომელიც იყო მნიშვნელობით ძალიან სერიოზული. შევახსენოთ მაყურებელს ეს რა დრო არის? ეს არის დრო, როცა რატომ იყო ირაკლი ოქრუაშვილი წავიდა ოპოზიციაში, სააკაშვილის პერიოდია და წავიდა ოპოზიციაში და აი უკვე აკეთებს პარტიას და მოხდა რაღაც. დაიჭირეს დიმიტრი ქიტოშვილი, მგონი მისი თანაგუნდელი იყო, უკვე პარტია გააკეთა თუ გუნდი წარმოადგინათ რაღაც ეგეთ და დაიჭირეს თუ არ ვცდები დიმიტრი ქიტოშვილი. მოკლედ რაღაცა მოცემულობა დადგა ირაკლი მომწერა და მითხრა რომ დღეს ეთერში ხარ? მე ვთხარი კი, მე უკვე ვიცოდი რომ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ პოლიტიკაში მიდიოდა და დღეს ვიქნები შენი სტუმარიო. მაშინ მიმყავდა ღია ეთერი. და მახსოვს რომ ვაანონსებდი და ვაანონსე რომ ირაკლი ოქრუაშვილი იქნება დღეს ჩვენი ეთერი, ცხადია თუ მოაღწევს ტელევიზიამდე. თქო უკვე ყველა ვხვდებოდით როგორ განვითარდებოდა და ოქრუაშვილის ეთერი იყო, სადაც პირველად დაიწყო ხმამაღლა და ღია საუბარი ნაციონალური მოძრაობის შიგნით ამბებზე, პირველად ვანო მერაბიშვილზე, პირველად იქ განვითარებულ პროცესებზე და ეს იყო ეთერი, სადაც ალბათ მე კითხვა არ დამისვამს. აი ესე ვიჯექი და ვუსმენდი და მართლა საოცარი ეთერი გამოვიდა ინტერესის თვალსაზრისით მართლა აღმოჩნდა ეგ იყო თუ არ ვცდები რომელმაც მოხსნა ყველანაირი რეიტინგი რა მაშინ სიტუაციაც პოლიტიკური ისეთი იყო და მალევე მერე დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი ეგ იყო ძალიან საინტერესო გადაცემა რეიტინგი შენთვის მნიშვნელოვანია დილა იწყება თუ არა რეიტინგების ნახვით და ეს გაძლევს თუ არა мотиваციას და პირიქით დემოტივაციას რეიტინგი ჩემთვის დღეს როგორც არასდროს ისე არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში როცა ჩვენ არ ვიცით ახლა მე და შენ რამდენი ხანი ვიმუშავებ თქვა ტელევიზიაში არსებული რეალური პრობლემების გამო რომელიც დაგვახრჩო მთლიანად ოცნებამ დღეს რეიტინგს აქვს მნიშვნელობა სარეკლამო თვალსაზრისით და ამიტომ რასაკვირველი არის მნიშვნელოვანი და მეორედ სულ ერთი არასოდეს არ ყოფილა ვიკა ჩემთვის სულ ერთი ჩემს გადაცემას შეხედავს თუ არა ვინმე მე არასოდეს არ მინდოდა და არც მქონია ალბათ რავი გადაუყვებოდი მაგაზე ნერვიულობას მაყურებელი რო არ მყოლოდა მთელი ამ წლების განმავლობაში ანუ შენ აიღე ხელფასი ჩაიდე და წადი სახლში ეგეთი გადაცემები მე არასოდეს არ მქონია იყო სულ აქაც რადიკალურად ან ვერ იტანდნენ ჩემს წაყვანილ გადაცემას ან მყავდნენ მუდმივი მაყურებლები რა სულ ეგრე ვარ მთელი ცხოვრება, ანუ გადაცემებიც ეგეთი მაქვს, ხო? არიან ადამიანები, ვინც ამბობს, რომ ამას არასოდეს არ შევხედა, ვერ ვიტან. და იცი რა, არ ვიცი, ალბათ მე თვითონ ვარ ეგეთი ტიპაჟი რა, რომელსაც ან ვერ იტან, ან რა ვიცი, მაშინ მოგწონს რა, ანუ შუალედური რო, აი ოკეი, აი დავჯდები, აბა რას რა ხდება? ეგეთი მაყურებელი მე არასოდეს არ მყოლია რა. ეგეთი სულ მქონდა, აი ეგეთი ჩემს თავშიც ვიცოდი რა, ან ვერ გიტანენ, ან ძალიან კეთილგანწყობილები არიან. აი შუაში არც შავი ხარ, არც თეთრი, ეგეთი ტიპიც არ ვარ და ალბათ გადაცემებით შესაძლოა. ეხლა მინდა შეადარო ნაცების და ქოცების დროინდელი ჟურნალისტიკა. ნაცების დროინდელი ჟურნალისტიკა და ქოცების დროინდელი ჟურნალისტიკა ბევრი რამი დგავს ერთმანეთს და დიდად განსხვავებული არის კიდე დღევანდელი კიდე უფრო მეტად მძიმე, ასჯერ უფრო მძიმე, მაგრამ შევადარებდი რას. საკრებულოში ვმუშაობდი ერთი პერიოდი, მქონდა ეგეთი პერიოდი და მაშინ მახსოვს ჩემი შოკი, ნაციონალური მოძრაობის დროს ხდება ეს.
ჟურნალისტები მოდიოდნენ და კითხვას არ მისვამდნენ. ანუ კომენტარი უნდათ რომ ჩაეწერათ. კითხვას არ მისვამდნენ. და თავიდან ვერ ხვდებოდი რომ ანუ მიკროფონი დიახ, ანუ და ბოლოს კითხე რა გინდა. კითხვას ანუ გადააქციეს მიკროფონებად რა, მაშინ ჟურნალისტები იყო ეგ რეალობა და ეხა არავინ მითხას რომ ეგრე არ იყო. ახლა უბედურება ამის კიდევ უფრო რაღაც არ ვიცი მე 100ჯერ 200ჯერ უფრო მეტი უბედურება ეხლა გაჩუმებულები კი არ არიან ეგ არ არის ანუ განა გაჩუმებულები არიან რესპონდენტთან განა ის ეხლა პროპაგანდით გაძეძგილი მტრული დამოკიდებულებით და წარმოუდგენელი აგრესიით რესპონდენტთან მისული სპეციალური დაკვეთით. აი ამას ვხედავ რა. მაგრამ ჟურნალისტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ მაშინაც. ვიკა მე გეუბნები რაც მე გამომიცდია. წარმოიდგინე კითხვას ვერ გისვამდნენ. იმიტომ რომ მათ კითხვა არ უნდა დაესვათ. აი ეგ რეალობა იყო იმ დროს. ეხლა უბრალოდ ეხა მე მართლა მგონია რომ ომში ვარ. დედას გეფიცები მართლა მგონია რომ ომში ვარ. ამას წინათ გადაცემის სარეკლამო რგოლი ჩავწერე და წინასწარ არ დამიწერია რა ტექსტი. მე თავში რაც მომივა იმას ვიტყვი თქო და დაახლოებით იგივეს გავიმეორებდი. სულ იყო ბრძოლა ჩვენი პროფესია. სულ იყო ბრძოლა ყველა ხელისუფლების პირობებში და ძალიან მძიმე ბრძოლა. ამას იმდენი რაღაცები ახლავს, ეხა სიცილით რასაც ვიგონებთ უკან. ძალიან მძიმე ამბებია ახლდა მთელ ამ წლებს, მაგრამ ეხა ვარ ომში. ეგეთი განცდა მაქვს. აი მაგალითად რანაირად შემეძლო მე ამისი წარმოდგენა, რომ ჟურნალისტებს ქუჩაში თავებს გაუხეთქამდნენ მიზანმიმართულად ხელისუფლებისგან მობილიზებული გაუგებარია ხო ძველი ბიჭები არიან თუ სპეცრაზმელები რო არ ვიცი ეხა ჩვენ ვართ ომში მანამდე ვიყავით ბრძოლაში ეხლა ვართ ომში სადაც გადარჩები თუ ვერ გადარჩები არ ვიცი აი მაგალითად გუში მქონდა სხვათა შორის გადაცემაში გიორგი შეწირულის კადრები ნუ ეს ომია თავზე რომ ახტებიან რა და ამ პირობებში მე მახსოვს 7 ნოემბერს დილის გადაცემის ჟურნალისტი ვიყავი მე 7 ნოემბერს და მახსოვს რუსთავიორის ჟურნალისტები მოსულები მხარდასაჭერად იმედის შენობასთან ახლა რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პირდაპირ იმედის ჟურნალისტები, რუსთავიორის ჟურნალისტები, სხვა სამთავრობო არხის ჟურნალისტები არათუ სოლიდარობას გამოხატავენ ნაცემ ჟურნალისტების მიმართ, ანუ პირიქით ატრიგერებენ, ანუ ყველაფერს აკეთებენ, რომ იქამდე მივიდეს საქმე. ახლა იცი სადამდე მივიდა საქმე? ისე დღეში ჩააგდო კოცობამ ეს ქვეყანა და ჩვენი სფერო და ნებისმიერი სხვა სფერო მე ვიციო სხვაგანაც ანალოგიური ხდება რომ დაბადების დღეს ვერ გილოცავენ ადამიანები ჩვენ ხო აქეთ ამ მხრიდან მქონდა პრეტენზია მაგალითად მე რომ მოუყევი თავდასხმის ობიექტი რო გავხდი აქეთ ამ მხრიდან შენთან ერთად გაზრდილი ადამიანები გემიჯნებიან ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაქვს გავლილი ადამიანები გაქრნენ ცხოვრებიდან, გაქრნენ, აი ერთ დღეს ადგნენ და გაქრნენ და მე ხო ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და ძალიან დიდი მაქვს გამოცდილება, რომ მათ გაქრობაში ამოვიკითხო ის, რომ შენ მათთვის ეხა ხარ საფრთხე. არ არის საჭირო, რომ შენს გვერდზე დაფიქსირდეს, არ არის საჭირო, რომ შენთან კონდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მას პრობლემა შეექმნება რა. აი იმათი გადასახედიდან ვუყურებ რა. დედას გეფიცები. ეს ესეთი რეალობა არასოდეს არ ყოფილა. მე როცა სააკაშვილის პერიოდში მუშაობდი თუ შევარდნაძის პერიოდში მე ყოველთვის მყავდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები გარშემო. რაღაცნაირად ვახერხებდით ხოლმე მეგობრობაში და აი წარმოუდგენელი მეგობრობა. ახლა შეუძლებელია კაცებთან მეგობრობა, როგორც ჯერ ეს ერთი რომ
საერთოდ ვერ ხვდები რაღა შეიძლება გაკავშირებდეს. მაგალითად, გეტყვი, აი ყველაფერი ხომ მაინც სუბიექტურობიდან იწყება, ხო ჩვენ ყოლია ინგა, მეგობრები, იმედის ჟურნალისტები, პროდიუსერები და ასე შემდეგ. მე ყოლია და მთელი ცხოვრება მაკავშირებს ამ ადამიანებს. მთელი ჩემი ცხოვრება, სხვათა შორის არც ერთი მოგონება რაღაც პერიოდამდე არ არის ჩემს ცხოვრებაში, სადაც ჩემი ძველი მეგობრები არ არიან ასევე მთავარ როლში, იმიტომ რომ ერთად რო ცხოვრობ ადამიანებთან, ხო? მაგას ვამბობ, ანუ რა რეალობა მოიტანა რა, აი ქოცობამ ეს კიდე რაღაც სულ სხვა მოვლენაა, რაც ჩვენ აქამდე არ გვინახავს რა. მთელი ცხოვრების ადამიანებს დააკარგინა ერთმანეთი. აი ერთ დღეს ბევრი ადამიანი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, მე ძალიან მიჭირს და თითოეულ დაკარგულ ურთიერთობაზე მაქვს იმდენი ნანერვიულები, რომ აი არ ვიცი, შეიძლება კიდე მომეძალოს ემოციები რა, იმიტომ რომ ჩემთვის ესაა ძალიან მტკივნეული. ნაწყენი მეჩვენები. ნუ გულნატკენი კი. მე მერჩივნა, რომ ბევრ ჩემს აწუყვე დაკარგულ მეგობართან დისკუსიები მქონოდა. ურთიერთობა კი არ ჩამეჭრა, მერჩივნა, რომ დისკუსიები მქონოდა, მე ჩემი სათქმელი ღიად მეთქვა, რაღაცა ჩემი არგუმენტები მიმეწოდებინა, ეს მერჩივნა, ვიდრე საბოლოოდ ჩაჭრა. შეგიძლია რესურსი გაქვს ამისი, ანუ Facebook-ზე რო ნახავ რამე ქოცურ სტატუსს, მე ბლოკავ თუ არა ადამიანს. Facebook-ზე მე არ ვიცი შენ დაკვირვებული ხარ თუ არა, საერთოდ არ შევდივარ დისკუსიებში. იცი ჩემთვის Facebook-ი რა არის? აი ეს ლიტერატურული საქართველოა, რომ წერდნენ პროფესიული ცხოვრების დასაწყისში პასუხილებს. აი ეს მე გავლილი მაქვს და საერთოდ დისკუსია აზრი რო არ აქვს ვიცი. და Facebook ტრებები მე ვლაპარაკობ ჩემს მეგობრებს. ხო, მესმის რას ანუ ადამიანებზე, ვისთანაც მე რაღაც ცხოვრებისეული ამბები მაკავშირებ და მათთვის მე რესურსი მექნებოდა. უბრალოდ ესე დაალაგდა რომ აღარ ვართ ეხა. ბოლოს ქოცი რესპონდენტი ვინ ყავდა ეთერში ბოიკოტამდე? გახსოვს ბოლო ინტერვიუ, რის შემდეგაც გადაწყდა რომ ანუ ჩვენ ხო ბოიკოტში ვიყავით. დიდი ხანი, ვიდრე მოხდებოდა 5 ივლისი, მე დაურეკე, მივწერე მესიჯი ირაკლი კობახიძეს, რომელიც ჯერ იყო პარტიაში, პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო, მაგრამ ნომერ პირველი გავლენებით იყო უკვე რა კაცი. და ვუთხარი რომ შეხვედრა მინდა თქო. ჯერ არა 5 ივლისი ოღონდ რა მომხდარი და შევხვდი მეორე დღესვე პარლამენტში და ვთხოვე რომ გავწყვიტოთ ეს ბოიკოტი, იმიტომ რომ ჩვენ პროფესიულად ვკვდებით როგორც ჟურნალისტები, მე ეს მაწუხებს ვიკა. მე მაწუხებს რომ დისკუსიები არ არის, რაღაცა ხელისუფლება არ დადის, ის პერიოდია რომ მაწუხებს. ეხლა აღარ მაწუხებს. არაფერი კითხვა აღარ მაქვს ეხლა ამ ხელისუფლებასთან. არაფერი აღარ მაქვს, მაგრამ მაშინ მაწუხებდა და მითხრა რომ კარგი, დავიწყებთ შეაროს. პირველი სტუმარი იყო თვითონ და იცი როგორ მეცადინეობდი, გადაჩვეული ვიყავ. ხო, ოპონირების რეჟიმს აღმოვაჩინე, რომ გადავეჩვიე. და ეგ ის ეთერი იყო, სადაც თქვა, მე მგონი, რომ ადრეცუდები იყვნენ მოსამართლეები და ეხლა კარგები. მერე იყო კიდე 2 ეთერი და მერე მოხდა 5 ივლისი და ეგ ჩვენი შეთანხმებაც ჰაერში გაქრა. ახლა მიწერდი. არა. 28 ნოემბერმა აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება. კი, ეს მაგ დღემ ააყირავა ბევრი რამ. ამას წინათ რაღაც შემადგენლობასთან ერთად ვიყავი საღამოს წვეულებაზე და ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, რომელსაც შეიძლება 2024-ში ჯერ კიდე თუ არ მიცემდნენ მოუწიათ. რამოდენიმე შესაძლოა რომ მიეც. და ისინი ღიად მელაპარაკებოდნენ, რომ აი ამ დარბევებმა და სასტიკმა სახემ რაც აჩვენა ქოცობამ სრულიად დააყირავა მათში ყველაფერი და ეხა რო არჩევნები რო ჩატარდე, ზუსტად ვიცი რომ ანტიოცნებას გააკეთებენ ხმის მიცემის თვალსაზრისით, ვის მისცემენ არ ვიცი, საერთოდ არ ვიცით რა ხდება პოლიტიკურ ველზე, ეგეც არ მინდა ეხა შენი არაჩვეულებრივი გადაცემა პოლიტიკური თემებით რო დავტვირთო თორე. თუმცა ასეთი ცუდი ხელისუფლება არასდროს ყოლია. არა, და ეს 90-იანი წლებია, რაც ეხლა ხდება ვიკა. 90-იანი წელი ქურდულ, რუსულ
კრიმინალური მმართველობა ქვეყანაში არ არის? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებით ლაგდება, არჩევნებიდან დაწყებული, ბიზნესებით დამთავრებული არ არის? ჩვენ ხო ვიცით, როგორი მართვის სისტემა გვაქვს. შენი აზრით უყურებენ შენ გადაცემას ქოცები? აი გიფიქრია ამაზე, აი ბიძინა ივანიშვილი. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ხო ადრე იძინებს, ჩემი გადაცემა გვიან გადის, მგონია რომ არა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის უზრუნველყოფენ ხოლმე, აი ახლა მე შენ ამბავს მოგიყვები. ბიძინას ყოველთვის უზრუნველყოფენ ხოლმე, ოღონდ ისე როგორც ჭირდებათ მათ, რომ მიუტანონ ამბები, რომელ გადაცემაში რა იყო. იმედში ვმუშაობდი ჯერ კიდე და გიორგი ბახტაძე იყო მაშინ დირექტორი რა, სანამ გამომაგდებდნენ და ერთ დღეს მოხდა ეგეთი შემთხვევა. ირაკლი ალასანია მყავდა ეთერში და უკვე ჩაძაბული იყო ივანიშვილსა და ალასანიას შორის ურთიერთობა. და ირაკლი ალასანია მყავდა და ჩემი აზრით იყო ძალიან მწვავე ინტერვიუ. ყველა კითხვა დავუსვი, მათ შორის თუ არ ვწდები ბარბარე რაფალიანცის თემაზე, ყველაფერი რაც პოლიტიკურად უკავშირდებოდა. და მომეჩვენა, რომ ალასანია რო გავიდა, ხა მთლად კმაყოფილი და ბედნიერი არ გასულა, მწვავე ინტერვიუ იყო. ორშაბათი გათენდა, პარასკევობით მქონდა ხოლმე გადაცემა იმედზე და კაკუ კარებზე დირექტორი გიორგი ბახტაძე და ჩემთან გამოდი ერთ წუთი საქმე მაქო და ისე დღეში იყვნენ, ისე დღეში, ეხლა რომ ახსენდება. ოთახშიც ვერ შემიყვანა თავისთან დერეფანში, იმედის დერეფანში დავდიოდით და მითხრა რომ ბიძინამ დარეკაო. და მე ვერ მივხვდი, ოკეი, ესე უყურებ. ვიცოდი უკვე რომ რაღაც ტანჯვები იყო ჩემ გადაცემაზე და რა უნდა ამჯერად არა ხო და რა ბიძინას რა უნდა მეთქი ვერ წარმომიდგენი ხა ბიძინა რო ურეკავს გიორგი ბახტა აი ხა დღესაც ვერ და ესე თქვაო რომ ესო რა ინტერვიუ იყო ეფერებოდა არა ეკეკლუცებოდა რესპონდენტს ალას და მე ძალიან შეურაცხყოფილი მივთხარი რომ ვერ მივხვდი რას ეფერებოდაო ამ ალასანიასო ეფერებოდაო და თვითონ ბახტაძეც იყო დაბნეული ამას რომ მიყვებოდა და მითხრა რომ მე ვკითხეო რომ თქვენო ნახეთო გადაცემა ძალიან მწვავე ინტერვიუ იყო არ მინახავს მაგრამ ვიციო მაგას ხო კრეფსებს უკეთებენ და ვიღაცებმა მიაწოდეს რა გარშემომყოფმა ადამიანე და მას ეგონა ალბათ დღემდე გონია რომ მაშინ რაღაც და ბიძინასთან არ ქონია ხო ინტერვიუ ბიძინას ხო არ მქონია ინტერვიუ შენ არ გინდოდა არა არ მქონია ინტერვიუ არც მიცდია პრინციპში, მაგრამ ერთხელ მქონდა თვითონ სურვილი, რომ მიწვეულები ყოფილიყავით გიორგი გაბუნია, მე და ირაკლი ჩიხლაძე და მე ვთქვი უარი. მე ინტერვიუ გამომდის ერთ-ერთზე და მაშინ მე თვითონ მე ვთქვი უარი და გაბუნიამაც უარი თქვა და ის ეთერი არის ეგ დიანა და კვესტაძე რო არის. და როგორ ფიქრობ, რანაირად მოხდა, რომ ივანიშვილთან არ ქონია ინტერვიუ, უცნაურია. არ ვიცი, ერთადერთ ხელ მყავს ნანახი 2013 წელს ის ცნობილი შეხვედრა რო არის ჟურნალისტებთან და რო შევედით, მაშინ ნონა ყანდიაშვილი იყო მისი პრესსამსახური მე მგონი და რომ მითხა აქ უნდა დაждე გავხედე გვერდზე იყო ინგა გრიგოლიაძე და ბიძინა ივანიშვილი და ვა მეთქი და რო შემოვიდა ერთადერთ მყავს ნანახს ცხოვრებაში მეტი შეხება ესე მითხრა ცოცხალი ინგა გრიგოლიაო ვა ცოცხალი ინგა გრიგოლიაო და მეც პირველად ხედავ თქვა ეს იყო ჩვენ შორის დიალოგი მერე იყო ის უბედურება რაც იქ მოხდა და იცი მე ინტერესო ეხა გაქვს განცდა იმისა რომ შესაძლოა ჩვენ პროფესია განადგურდეს და ჩვენ მოგვიწიოს უარი ვთქვათ ამ პროფესიაზე იმიტომ რომ რუსეთში ეს მოხდა ბელორუსში ეს მოხდა ეს გარდაუვალია ეს არის გარდაუვალი. პესიმისტურად როგორ ხო მე ვხედავ რომ ეს აუცილებლად იქნება და ეს იქნება ძალიან მალე. ამასთან ერთვის ვიკა ის რომ სიცოცხლის უნარიანი ვეღარ არის ვერც ერთი მედია საშუალება იმის დაბარებები, გამოძიებები, ჯარიმები, რა ვიცი მე კატასტროფა აკრძალვა პირდაპირ. რაც შეეხება მაგალითად ტელევიზიების შემთხვევაში მე სულ მიყვირს იმ ბიზნესის რომელმაც ძალიან კარგად იცის
რა საშინელება მოყვება ტელევიზიების ჩაქრობას ამ ქვეყანაში, მაშინ როცა ონლაინ მედიებსაც მიადგენ, პრაქტიკულად აღარაფერი რო არ იქნება. უბრალოდ სასუნთქი გზებიც კი გადაუკეტეს და რომ ვერ ბედავს დაფინანსებას, ვერ ბედავს რეკლამის მოტანას. მე იცი როგორ ვაფასებ ყველა იმ კომპანიას, როგორ პატივს ვცემ, ვინც ბედავს, რომ ჯერ კრიტიკული მედია აი ამ სიტყვებს ვერ ვიტან, ხო იცი, კრიტიკული მედია, რას ქვია კრიტიკული მედია? მედია უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ასეთი რეალობა დააყენა რა, ისევ ამ ხელისუფლება წოდებულმა ხალხმა. ძალიან ხშირად მომისმენია, რომ ჟურნალისტები არ უნდა გახდნენ აქტივისტები, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში. აღარ არის დღეს ბალანსის დრო ქვეყანაში, ვიკა, იცი რამდენი ტყუილა ხო არ მოგიყევი, რომ კობახიძეს ვეხვეწებოდი, რომ ბოიკოტი შეწყვიტეთ. იცი რამდენი ვიბრძოლე იმისთვის, რომ სადღაც გაღმა ნაპირზე არ ამოვჩენილი. გადარჩენისთვის ვიბრძვით. აღარ არის ეხლა რა ბალანსი, რა ყველა მხარე, რა ჩვენ უბრალოდ ომში ვართ, ვისაც უნდა ამას დაიჯერებს, ვისაც უნდა არ დაიჯერებს. ვინც უნდა დაიჯეროს, ვინც უნდა არ დაიჯეროს. იმიტომ რომ ეს არის მართლა ომი. ხატსურათია მაკაჩიხლაძე, გიორგი შეწირული, გურა მროგავა და მთავარი ხატსურათია ლექსო ლაშქარავა. ომში ვართ, ომში. ეხლა შენ მე მელაპარაკო ბალანსზე და რომ ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მხარეს, იგი მხარე ვარ, აბა რა ვარ? მხარე ვარ, მკლავე. შენ გებრძვია. თავზე ახტებიან ჩემს კოლეგას, ფეხები და კლავენ. როგორ არ ვიქნები მხარე, აბა რა ვარ? მე ვარ მხარე, მე მინდა ცვლილებები. ეს ცვლილებები თუ არ დადგა, ეს ქვეყანა მიდის მართლა უკუნიჩი, წეღა რომ გიყვებოდი. ტროლეიბუსის ფული რო არ მქონდა, აი იმ წლების სუნი მცემს რა, მართვის სტილში, გავლენების სტილში, კრიმინალის, ეგ არის რა, ეგ სტილი. მე სულ ვამბობ, რომ ხო არის რაღაც თემები, რასაც ორი მხარეც არ აქვს, ანუ რუსეთში რო არ უნდა ვცხოვრობდეთ, მაგაზე რა დისკუსია უნდა გავმართო. ვინმე არის ისეთი, ვისაც არასოდეს არ მოიყვანდი ეთერში წითელი ხაზები. თუმცა ბევრი გაკრიტიკებს, მათ შორის იმის გამო, რომ აი რატომ მოიყვანა ეთერში. არა, ნომერი პირველი, რატომ მოყავს ის ხალხი, რომელიც არ უნდა მოიყვანო. მე ამას ვერ დავეთანხმები. რატომ მოიყვანა ირმა ინაშვილი, ინგა გრიგოლია? ადამიანი, რომელიც იყო მისი მთავარი დასაყრდენი, როცა მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს ამბობს, რომ ეს კაცი თავისი გუნდით, თავისი პრემიერიან იმიანად ღუპავს ქვეყანას და რატო ღუპავს და ამას შლის. ირმა ინაშვილის მხარდამჭერი ჩემგან ნათქვამს, ან ვიზე ვთქვა, ეხა ვინ არ მიწყენს, ვინა ჩემი მეგობარი დაუშვათ, ხო? ნიკა მელია მაგალითად. მელიასგან არ მოისმენს ამას. მაგრამ ირმა ინაშვილის მიმდევარი მოისმენს მაგას. და ირმა ინაშვილის მიმდევარი მოусმენს ბოლომდე, რატომ ღუპავს მისი მოსაწონი პოლიტიკოსის აზრით ივანიშვილი ქვეყანას. მელია რომ ამას იტყვის, ის მხარდამჭერია თუ რა ვიცი რა და მოდი ახლა შევთანხმდით, აქ ორ კაცი არა ლაპარაკი, ამას არც მიიღებს და არც მოусმენს, არც გადმორთავს. აი ინაშვილი თუ კი ამას ამბობს, უნდა არ უნდა გადმორთავს და მოისმენს. მე ვფიქრობ ასე, შეიძლება მაქვს სრულიად განსხვავებული ხედვა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ რადგან სტუმრად ვიწვევ ეთერში ვიღაცას, ვიყო მის მიმართ ეთიკის ფარგლებში მოქმედი ჟურნალისტი რა. შესაბამისად მე ჩემს თავზე, ანუ იცი რამდენი ეგეთი მაგ გამოვლილი, ეს რატომ მოყავს, ის რატომ მოყავს, იმან რატო უნდა ილაპარაკოს. კარგი, მაშინ დავსვათ ეთერში მარტო ის ადამიანები, რომლის დანახვაც ეს სიამოვნება ერთ კონკრეტულ წრეს თუნდაც ძალიან ბევრი ადამიანისგან შედგებოდეს ეს ერთი კონკრეტული წრე და ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ სხვა ადამიანებსაც მოვასმეინოთ, ვისაც თუნდაც ვძულვართ ჩვენ. ვინც იქნება ამ რეჟიმის მამხილებელი და ვინც იმისთვის იქნება საუკეთესო გზა, რომ სხვა ადამიანებზეც გავიდეს ეს პროტესტი, თუნდაც დააფიქროს ვიღაც სხვა ადამიანები, რომ ეს მართლა ეგრე კი არ არის, შეიძლება ესეა. აი ყველა ადამიანს გამოვიყვან ამ ეთერში, ვინც ჩემი აზრით იმ მოცემულობაში იქნება საინტერესო.
ნინიას დაბადება შუშხუნები მოყვა მართლა. იმიტომ რომ ისეთი ძალიან საოცნებო ბავშვი იყო მარიამის ნინია და თან როგორის ფანტასტიკური არის და აი ბებიად ყოფნა რას ნიშნავს შენთვის საოცრება რაღაცა ახალი შეცვალა რა კი ჯესეთი რომ პატივს ვცემს საოცრად და ისიც პატივს გიყურებს ხოლმე ვიცი ეხა გეტყვი რატო რაში გამოიხატება ეს ყველაფერი ეთყობა ტელევიზორს რო უყურებს და იქ ხო ტელევიზორში რაღაც ჩანს ისეთი რაც შენს ცხოვრებაში არ არის ხო და ეს ბავშვი ჯერ ტელევიზორში რომ ხედავს და მე ლაივში რაღაცა სხვანაირი დამოკიდებულება აქვს თვითონაც თითქოს პატივს მცემს და მეც პატივს ვცემ. ეს დედობრივი გრძნობები ძალიან გვიან ასაკში წამომივიდა. უკვე მარიამი დიდი იყო, სკოლას ამთავრებდა, ერთად რო დავიწყეთ ცხოვრება. მანამდე მთლიანად დედაჩემის გაზრდილია, რა საკვირველია და მამაჩემის. რაღაც დედაჩემის შვილი იყო და ამაზე ეს განსხვავება ჩვენი თაობის დედებს, ახალ დედებს შორის არის. ანუ შენი თაობის დედები ხშირად ამბობენ, რომ ვერ აქცევდნენ ესეთ ყურადღებას. ვინც კარიერაშია, იმას გულისხმობ ხა. მაგრამ ეხლა აი მარიამის თაობის გოგოებისგან მომისმენია რომ მათთვის ნომერ პირველი არის მათი შვილი. აი შეიცვალა თითქოს ეს დამოკიდებულება. მარიამი არის საოცარი დედა. აი თაობის ამბავში გეთანხმებ ჩემი დიშვილი ასევე რასაც უყურებს საოცარი დედები არიან თავიანთ შვილებზე ყველგან დააყავთ. აი ეგეც ხო რაღაც საოცარი. ეგეც შეიცვალა რა. მე და ჩემი თაობა, ჩემ თაობას რა ჭირდა. მე ხო აი როგორ რაღაც ან მინდა ვიწუწუნო უბედნიერესი ქალი ვარ მთელი ცხოვრებით ძალიან ბედნიერი მაგრამ რაღაცნაირი თაობა ვართ რა აი ყველაფერი ვნახეთ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ ცნობიერი ჩამოგვიყალიბდა საბჭოთა კავშირში მერე პოსტსაბჭოურ რეალობაში აღმოჩნდით 90-იანი წლები უამრავი რაღაცა ომები სამოქალაქო ომი გაჭირვება ყინვა დღემდე მახსოვს ნავთის გამათბობელი წარმოუდგენელი აი რაღაცნაირი თაობა ვარ დაღლილი თაობა რა და თუ ამ თაობას არ ეცალა დაუშვა ჩემ თავზე ვისაუბრებ ახლა ხო არ გეცალა რა პატარა იყავი ყველა ადრე გათხოვდა ჩემი მეგობარი ყველა და 1-2 3 თუ შეინარჩუნა ეს ადრე შექმნილი ოჯახი ეს ბავშვი პატარა რო ხარ 18 წლის და ეს ბავშვი შენ თვითონვე ხარ ბავშვი რამდენი წლის იყავ მარიამი რომ ეყოლა და აი ჩემმა შვილმა ისეთ ასაკში გააჩინა შვილი როცა მომზადებული იყო როცა სრულიად გაცნო ხო რა და შენ 18 წლის რო ხარ შენ თვითონვე უნდა გაიზარდე ირინკაძე პატარა ჩემ შვილზე მე რო ბებია გავხდე არა და ეგ ძალიან ბევრს დაემართა ჩემს თაობაში რა და ეს მე როგორ წავიდა ცხოვრება აუ ვიკა გაჭირვება ცუდი რამეა რა გაჭირვება არის ძალიან ცუდი რამე ეს თაობა ეხა ის გამომდის სამამულო ომის დროს რო ბებიები იგონებდნენ მაგრამ ეს თაობა შეიძლება ვერ გაიგებს იმას რაზეც მე ვლაპარაკობ აი როცა შენ არ იცი შენ შვილს პამპერსი როგორ უყიდო მაშ პამპერსიც არის გადაშვებული იყავენ მთლიანად მე მახსოვს რომ ერთადერთი ჩემი საფიქრალი იყო როგორ გადავრჩე და ხელფასი როგორ გქონდეს მიფიქრია პატარა სანამ ვიყავი სანამ დავიწყებდი სანამ მოუხდებოდი ღმერთის ისეთი მადლობელი ვარ ამ შანსისთვის სადაც მოუხდი პროფესიულად მე მიფიქრია ხო არ წავიდე მაინც დედა ჩემისდის ემიგრაციაში როგორ გადავრჩე ჩემ შვილს როგორ ვუყიდო საჭმელი მე არ მქონდა ნამსხრებს აბარებდნენ ხოლმე მახსოვს ძვირფასი ნივთი არ მქონდა სახლში იმიტომ რომ ყველაფერი გაუყიდე და ეხა ეგეთ რეალობაში როცა შენ ღმერთი გაძლევს ამ შანსს იწყება კარიერა რა თან ხარ პატარა ხარ ამბიციური გინდა რომ რაღაცა გამოგივიდეს ის და აღარ გცალია აი ნინიას შემთხვევაში წამომივიდა
რაღაცა განსაკუთრებული მზრუნველობა. ის ალბათ რაც ჩემი შვილის მიმართ უნდა მქონდა, თუმცა ნინიასთანაც ვერ ვარ ყოველ დღე ჩემი. მაგრამ მარიამი არის არაჩვეულებრივი დედა, ფანტასტიკური და ძალიან და მარიამი არის ძალიან კარგი შვილი. მე მყავს ძალიან. ყველა დედა ამას ამბობს ალბათ, მაგრამ მე მყავს მართლა არა, მე დავემოწმები ამას, რომ მარიამი არის შენი დედა. კი, მარიამი შვილი არ არის. მარიამი არის შენი დედა და მარიამი არის სუპერ შენზე სუპერ მზრუნველი, მე ასეთი მზრუნველი შვილი დედისთვის არ ვიცი. მარიამი არის ძალიან კარგი შვილი და ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარია, რომელმაც იცის ყველაფერი ჩემზე. რას ვფიქრობ, ყველაფერი იცის. მინდა რომ პირად ცხოვრებაზეც კითხო. აი ხა წამოვა უსკანდალურესი კითხო. რა სისულელეა. მოკლედ. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ხო. შეყვარებული ხო არ ხარ ინკა? ძალიან კარგად გამოიყურები. არ. რანაირად? არ ვარ შეყვარებული. არ გაქვს დეფიციტი პირადი ცხოვრებაში დანაკლისის, რომ არ არის ახლა შენს ცხოვრებაში ადამიანი, ვისაც მიაქცევდი უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე კოცების კრიტიკას თუნდაც. ეხლა სხვანაირია რა ჩემი ცხოვრება. იცი როგორია? არაფრით არ მინდა ეხა რო ვარ ესეთი ემოციების კონტროლი რო შემიძლია, ეგეთი ყოფილიყავი 10 წლის წინ ან 20 წელს საერთოდ არ მინდა. შეიძლება რაღაცა უკონტროლოდ გიყვარდა. უკონტროლოდ უთაობოლო და მთების გადადგმა შემეძლო, აი ყველაფერი, რაღაც წარმოუდგენელი სიყვარულით რა. კოცები როგორც კი გადავარდებიან, შენ იგრძნობ თავს ეულად და მოგინდება ახალი ურთიერთობები დარწმუნებული. ეხა არ გცალია ინკა შენ ამისთვის, იმიტომ ხარ ასე. იკა, ჩემი ცხოვრება იცი როგორია და როგორ არის იცი. მაგალითად მგონია რომ პლანეტაზე არსებობს მარტო მატროსოვის ციხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუშაობ. ანუ ერთი გზა არსებობს. ეხლა აი ესე ვფიქრობ რა, ერთადერთი გზა, სადაც ვიღვიძებ, მივდივარ, მუშაობ, მოვდივარ, ვიღვიძებ, მივდივარ, მუშაობ. არსად არ დადიხარ? ვერსად ვერ დავდივარ. ხალისი არ გაქვს? არ მაქვს ხალისი და ამას წინათ ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ ცოტა ბედნიერება უნდა შევიტანო და აუცილებელია, რომ ეს ბედნიერება უნდა შევიტანო. ბრძოლისთვის არის აუცილებელი. რესტარტი გჭირდება, ბევრი პოზიტივი გჭირდება, ბევრი თამამი და მხიარული ამბავი გჭირდება. ადამიანს თორე შეიძლება მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდე რა. თავიდან იყო ხო, რომ აი არაფერი უხერხულია, არსად წასვლა არ გინდა ის, არა ბედნიერება არის აი ამ ბრძოლაში როცა ხარ რაღაცა არის წამალივი თუნდაც პატარ-პატარა ბედნიერებები. ინგა და ყველაფერი გავაკეთე. ხო, ეს ახალი ტატუ გაქდა. ეს ტატუ ეს იმ დღეს დამახატა უსაყვარლესმა ალექსი თირქიამ. ხომ გახსოვთ 8 დღე რომ კომაში იყო კლინიკაში საკუთარი სახელმწიფო რო კლავდა იმ ბიჭმა და ნახე როგორი არაჩვეულებრივი freedom. რას ნიშნავს? რატომ მოინდომე? შენთვის თავისუფლება რას ნიშნავს? აი მაგას ნიშნავს, ჩემი თავისუფლება მიყვარს, ჩემი ცხოვრების თავისუფლება მიყვარს. იმდენად რომ ერთადერთი სიტყვა რაც მინდოდა რომ დაეწერა ალექსი თირქიას, იყო თავისუფლება. მე ყველაზე მეტად ჩემში მიყვარს თავისუფლება. მართლა ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. ძალიან. და ვერ ვიტან ვერც ხვისი თავისუფლების შეზღუდვას და ხო, რა ვიცი რა, გავხალისდი მოკლედ. იმდენად კარგად გამოიყურები, რომ შენთვის მაქვს საჩუქარი ჩვენი სპონსორისგან ამასობაში დადგა ჩვენი სარეკლამო პაუზის დრო PSP-სგან და სხვათა შორის სულ ვამბობ ამას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის კომპანია, რომელსაც აქვს სწორი პოზიცია. PSP-სგან საჩუქარს რომ ჩუქნი ჩემს სტუმარს, თან მე ამაყება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მხარდაჭერია ჩვენი PSP. PSP-იც როგორ მიყვარს, სწორედ მათი სწორი პოზიციის გამო.
3-4 აფთიაქი ერთმანეთის გვერდზე რომ იყოს აუცილებლად PSP-ში შევალ. სწორედ მაგ პოზიციის გამო, რაზეც ეხა შენ საუბრობ, ადამიანები, კომპანიები შემიყვარდნენ. აი ვიღაცა ადამიანები საერთოდ რო არ ვიცნობ, შემიყვარდნენ, ჩემს გულში არიან. გესმის და გიждები მე. დიდი მადლობა. PSP-სგან და აქვე აუცილებლად უნდა ვნახო რა არის ეს. ეს არის კოდალის სასაჩუქრე ნაკრების კრემი. 2025 წლის არის და შემადგენლობაშია რესვერატრო ლიფტინგის ქაშმირის კრემი, რესვერატრო ლიფტინგის ღამის კრემი და რესვერატრო ლიფტინგის თვალის კრემი. ძალიან დიდი მადლობა. არის არაჩვეულებრივი ნაკრები. დიდი მადლობა. და სხვათა შორის დღეს არის შავი პარასკევი და მეც ვაპირებ რომ აქედან PSP-ს გზას გავიგე. შენ სპონსორს ვეტყვი მიყვარხარ თქო, მადლობა. და მოკლედ ეს კაი საჩუქრებით გვანებებირებს ჩემი საყვარელი PSP. არ მიყვარს ძველი ნივთები, არ მიყვარს ნივთების შენახვა და თუ რამე მაქვს შენახული, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ესე იგი და რომ მოვდიოდი ვიფიქრე, რა წამომეღო. ეს არის რუსთავიორის პირველი მოწმობა, როცა მე პირველად დავიჭირე ტელევიზიის მიკროფონი ხელში. წარმოიდგინე როგორი ძვირფასია და როგორი ჩემი ასრულებული ოცნება იყო, რომ აი ეს მაქვს შენახული. ესე თან რანაირად გამოვიხურები შეხედე. წარმოუდგენელია ხალხო, იმდენი წლისა. ეს არის დადიოდა მიკროფონით. ეს არის ჩემი ასრულებული ოცნება, ანუ ამ შემთხვევაში ტელევიზიაში მოხვედრა და მუშაობის დაწყება. ამიტომ ამბობ, იკა სხვა ბევრ რაღაცასთან ერთად ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება იყო ასრულებული და ეს არის ძალიან ძვირფასი. ძალიან ემოციური ხარ, როცა საუბრობ ამ პერიოდზე. მე ხო ვიცი გადაცემის ქრონომეტრაჟი, თორე იმდენ ამბებს მოგიყვებოდი. აი ძალიან მიყვარს, ძალიან. სურათები მიყვარს, იმ წლების რომ ხდება. სხვათა შორის ერთხელ თქვი, რომ ნანუკა ქაჯაიას რომ ვუყურებო, ჩემი თავი მახსენდება იმ პერიოდის. კი, ზუსტად ეგეთი ვიყავი მე. აი ნანუკა რო არის გიჟი გადარეული, აბსოლუტურად უკონტროლო და დაუღლელი, ესე ვიყავი დაუღლელი. მეც და ნანუკას მიმართ ამიტომ აქვს განსაკუთრებული სიყვარული. ყველაფერთან ერთად ვხედავ ჩემს თავს მასში. მართლა ხმაც რაღაცნაირი ვარ, რაღაც ემოციური, აი რაღაცნაირად ჩემს თავს ვხედავ. ბევრად უფრო გაუმჯობესებული და კარგი ვარიანტი არის აი ჩემი თვალით დანახვა. მეორე ნივთი, რომელიც წამოვიღე, ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი ნივთი, ეს არის ბეჭედი. რომელიც მაჩუქა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ცოცხალი აღარ არის და აი ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან მეგობრობით და ძალიან მიყვარდა და ბევრი მაქვს მისი ნაჩუქარი ნივთები, მაგრამ ეს ბეჭედი ისე მიყვარს, რომ არ ვიკეთებ, აი ესე მიდევს და ვუყურებ რა. თავის საგანგებო ადგილი აქვს ამ ბეჭედს ჩემს სახლში. ძალიან მიყვარს. და თვითონ ისტორიაც აქვს ამ ბეჭედს არა. მომიყევე შეგიძლია. ანუ ვიყავი წასულები ზაფხულში, საბერძნეთში. ანუ არ ყევისგან არის? ბევრი მეგობრები ვიყავით, ჯაკოს საჩუქარია რა. ჯაკო მიყვარდა ძალიან, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და აი ბევრი ადამიანი წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან და ჯაკოს მიმართ ჩემი ეგეთი სუფთა, ეგეთი ძვირფასი, ეგეთი ადამიანი აი მართლა არ მახსენდება, უერთგულესი და უსაყვარლესი და ეს არის ჯაკოს საჩუქარი, რომელსაც ალბათ რა ვიცი მე მთელი ცხოვრება შევინახე. რა ვითარებაში გაჩუქა? საბერძნეთში ვიყავით ბევრნი ერთად რა, ვისვენებდით ჩვენი მეგობრები და რაღაცა აი ძალიან ლამაზი ზაფხული იყო, ძალიან ბევრნი ვიყავით ერთად და მაჩუქა როგორც იმ ზაფხულის დასამახსოვრებელი რაღაცა ნივთი თან საგანგებოდ შეარჩია და ძალიან მიყვარს, ძალიან და ამ ბეჭედს რო უყურებ ხოლმე სულ ბედნიერი დრო მახსენდება. და ეს მართლა არის უძვირფასესი ნივთი, ალბათ ორივეს ერთნაირი ემოციური დატვირთვა აქვს ჩემთვის და ეს არის ამაზე არ მიყვარს პირდაპირ ეთერში ხოლმე საუბარი, იმიტომ რომ რავი, ჩემია ძალიან ჩემი თემა, მაგრამ ესაა ჩემი ჯვარი.
რომელიც 2005 წლიდან მაქვს და გამოსაჩენათაც კი არ ვიკეთებ, აი პიჯაკებზე ეთერში მაგალითად ვცდილობ, რომ არ იყოს. ეს 2005 წელს ვკვდებოდი, უცებ რაღაც მართლა ბედისწერის ნებით, ღმერთის ნებით გადავრჩი რა. მოხდა ისე, რომ ექიმის კაბინეტში ვიყავი და იმ მომენტში დამემართა რაღაც ძამძიმე ფილტვის პრობლემა მქონდა და მართლა შემთხვევით გადავჭი. აი ხო არის გამოთქმა რო არისო, ღმერთს არ უნდოდა რომ მომკვდარიყო. გარეთ რომ დამმართო და უბრალოდ ვერ გადავრჩებოდი და როცა პირველად თვალები გავახილე ოპერაციის მერე, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჩემმა ძალიან ახლო ადამიანმა მაჩუქა ეს და მითხრა რომ ღმერთს ყვარები ხარ და არ უნდა რომ ჯერ მოკვდეო და ეს მაჩუქა და ესეც არის უძვირფასესი ჩემი. ჩემთვის რაღაც გადარჩენის ჩემი გადარჩენის სიმბოლოა, ხო, უბრალოდ არ ვლაპარაკობ ხოლმე ჩემს დამოკიდებულებაზე, აი ამ კონკრეტულად ამ ნივთთან ბევრს და არც ჩემს რწმენაზე და დამოკიდებულებით. იცი რა, ფარისევლები გვახვევიან იმდენი ღმერთის სახელით, ისეთი ფარისევლები გველაპარაკებია, რომ რა ვიცი, აი არ მინდა ანმად დავემსგავსო და ისედაც შეიძლება ძალიან ჩემია, ძალიან ინტიმურია და არ ვფიქრობ, რომ კამერის წინ მე შეიძლება ვილაპარაკო რაღაც ჩემს დამოკიდებულებებზე ღმერთის მიმართ, თუმცა ვარ ძალიან მორწმუნე. ძალიან მორწმუნე და მართლა მფარველია ეს ნივთი ჩემი. აი ეგაა ჩემი სამსაყვარელი. ძალიან დიდი მადლობა. ინგა ძალიან საინტერესო იყო. შენთან ინტერვიუ და პირდაპირ გეტყვი რომ განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის ის ძველი წლების გახსენება, იმიტომ რომ ბევრი რამ არ ვიცოდი, მეგონა რომ რაღაცები ვიცოდი, მაგრამ ბევრი ისტორია იყო კონკრეტული და მიყვარს, როდესაც კონკრეტულ ისტორიებს მიყვებიან. ეხლა შენ ჟურნალისტი ხარ და მიხვდები, რამდენად ფასეულია ამ ჩვენს ცხოვრებაში ჟურნალისტებს ჰქონდათ ოქროს ხანა. და საბედნიეროდ ჩემს თაობას დაემთხვა ეს ოქროს ხანა, როცა ნამდვილმა ჟურნალისტიკამ აიდგა ფეხი და როცა ნამდვილი ჟურნალისტიკა იყო ამ ქვეყანაში. ეხლა ჩვენ პროფესიული თვითკდომა გვჭირს. და ვისაც ახლა უნდა პროფესიაში შემოსვლა, იმას რას ეუბნები ხოლმე? ალბათ ვიღაც ბავშვები, ახალგაზრდები გწერენ, გეკითხებიან რჩევებს, რას ეუბნები? არაფერს. მძიმე დღეშია ხა ეს პროფესია ამ ქვეყანაში და უბრალოდ ვისურვებდი რომ გადარჩეს. ვისაც უხარია ალბათ ღირსია რომ მართლა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მარტო სამთავრობო პროპაგანდა იქნება. აი, მაგას ვიფიქრე. ვისაც უხარია. აი, წარმოგიდგენ კაკუბავას და ნადარეიშვილზე რეპორტაჟს რო აკეთებდი 96 წელს, ვიფიქრებდი რომ 2025 წელს მოგეწეოდა ამ პროფესიის დასასრულის. არ გინდა კაკუბავა და ნადარეიშვილი. ეხლა რო ვფიქრობ, ხალხო, არ უნდა მოხდეს. იცით რაზე მაგ გადაცემები გაკეთებული? სააკაშვილი სუშის ჭამდა ბარნოზე რა და ამაზე მაგ პოლიტიკური ток-შოუ გაკეთებული. ეხლა რო ვუკვირდები, აი მე ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, ვიკა, უბრალოდ შენ დამინდა ეხლა და რაღაცა ისე არ წაიყვანეს საუბარი, რომ მძიმე კითხვები დაგესვა და ჩემთვის ისეთი უხერხული პასუხები ყოფილიყო საჭირო, რისთვისაც მადლობას გიხდი, მაგრამ ეხლა რო ვუკვირდები, ეხლა სააკაშვილის დროს მე რო გადაცემები რომ მქონდა მწვავე ძალიან კრიტიკულის ოღონდ დღევანდელი გადასახედიდან ცოტა უკვე ისე ვუყურებ რა რომ რავი მე ნორმალური იყო თქო ამ ფონზე კაცი რო იყო აბაშიძეზე სუშის რომ ჭამდა ამაზე მაგ პოლიტიკური ток-შოუ გაკეთებული აი და დღეს რაზე ვლაპარაკობთ ხალხო პრემიერ-მინისტრების და მინისტრების სახლებიდან ოქროს ზოდებს იღებენ 6 მილიონ ნახევარი დოლარი ამოიღესო და კაცი გარეთ არის და რა ქვია რეზო კიკნაძეს ციხეში ანუ
მზია ამაღლობელი თვალის ჩინი დააკარგინეს მზია ამაღლობელს და იმის ფარცხალაძის სახლი გავჩხრიკეთო და ლილუაშვილებისო ოქროს ზოდები ამოიღეს. ნუ წარმოგიდგენიათ, ანუ ყავის ფული შეიძლება გედოს სახლში ქეშად, ხო? მეტი ეხა ნორმალური თუ ხარ, 6 მილიონი ნახევარი კაც სახლიდან ამოუღეს და ის გარეთ არის რა. და მე ვაკეთებდი გადაცემებს მიშა რო სუში სჭამდა და რავი მე მგონი ყველაფერზე პასუხია ეს. კი ბატონო. აი საკუთარ თავზეც ხანდახან გამეცინება. ინგა მთელი ცხოვრება თქვენ კითხვებს სვამდით. ვინ არის თქვენი სასურველი რესპონდენტი? ჩემი სასურველი რესპონდენტი. ვისთანაც ინტერვიუ არ არსებობს ეგეთი. აი არავინ არ არსებობს. აი სასურველი და საოცნებო რესპონდენტი არ ვიცი, ვინა მაგალითად ყველაზე მაგარი რესპონდენტი, ვინც კი ბოლო პერიოდში მყოლია, იმ დღეს აღმოჩნდა ვახამაჩა ლიკაშვილი რა. აი მაგარი ქისტი, მაგარი კაცი რა, მაგარი მთისკაცი, ღირსეული მაგარი. რომ დაგესვა ეს კითხვა მაგ ინტერვიუმდე, ხომ შეიძლებოდა რომ არ გამხსენებოდა და არ მეთქვა რომ ეს შეიძლება იყოს. ანუ არ მყავს საოცნებო და სასურველი რესპონდენტები რა. ოდესღაც ალბათ მყავდნენ და ეხა ყველა პრეზიდენტი ჩაწერილი მყავს ამ ქვეყნის, ყველა პრემიერი ჩაწერილი მყავს. თუ კი რაიმე მომხდარა გასული საუკუნიდან მოყოლებული, ყველაფერი მაქვს გაშუქებული და ეხლა აღარ მყავს საოცნებო. მე მინდა რომ შესცხოვრებაში დადგეს დრო, პირდაპირ გეტყვი, აი მაგალითად თუნდაც ერთ წელიწადში, როცა შენ იტყვი, რომ ივანიშვილი არის შენი სასურველი რესპონდენტი, იმიტომ რომ გაინტერესებს როგორ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა ხელისუფლების სადავეები და ეს მინდა მოხდეს 1 წლის თავზე. ბევრია რა ერთი. არა, 1 წლის თავზე ლუფტი უნდა იყოს. და ინტერვიუსთვის რომ ამზაობა რომ გავა. ივანიშვილი მიდის, 1 წელი ჩუმად არის და 1 წელიწადში შენ გაქვს სურვილი ხა ივანიშვილთან ინტერვიუზე როგორ მოხდა ეგ ამბავი. მე ერთს გეტყვი ასე დავამთავრებდი, ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს გცემ, გარდა იმისა რომ მეგობარი ხარ ჩემი და სამყაროში ვერავინ ვერ მაიძულებდა ინტერვიუზე დამჯდარი ყავი, შენ იყავი ერთადერთი და არ ვიცი რა გამოვიდა იმედია ცუდია. უმაგრესი, ძალიან კარგი ინგლი, მე როგორც გეძახი ხოლმე ესა დაგემშვიდობები. მე შენ ვუთხათ მაშინ მაყვე ვიკა მეძახის ინგლის, მე ვეძახი ვიკილიქს და აი ესე ვარ. აი ინგლის და ვიკილიქსის ინტერვიუ შედგა. მადლობა ინგა, კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო იყო და ვიცი რომ დაიღალე ძალიან, მაგრამ აი მართლა კიდევ ერთი საათი ვისაუბრებდი. მომწურევი კი, იმიტომ რომ ის ძველი ამბები გეტყვი გულახდილად რაღაცა მაინტერესებს, აი ეს 90-იანი წლების ჟურნალისტიკა. ეგ იყო ჩვენი თაობის ოქროს ხანა ნამდვილად. და მე გაჩნდა TV პირველი. სულ ამბობ რომ ეს არის ბოლო ტელევიზია, რომელშიც TV პირველი აღმოჩნდა ერთადერთი ტელევიზია, სადაც 10 წელი მე გავქაჩი. ბეზრდება, მართლა არ არის რა ეს ნორმალური, მაგრამ რაც არ უნდა პროფესია არ მბეზდება, მაგრამ გარემო მბეზრდება ხოლმე და სულ ვიცვლი ესე რა. ტელევიზია, სადაც მე 10 წელი გავატარე, ჩემ და გასაოცრად არის TV პირველი, იმიტომ რომ მიყვარს არანორმალურად, რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო და მეც მაქვს ჩემი გაბრაზებები ხოლმე ხანდახან მოვდივარ ხოლმე, ხო იცი, ოღონდ ჩემთვის გადავწყვეტ რომ აღარ მუშაობ და მეორე დღეს ისევ მივდივარ სამსახურში. ამ ხელებით გვაქვს გაკეთებული, აი ამ გონებით და სრულიად კრიზისულ სიტუაციაში გვაქვს გაკეთებული, არც ფული იყო. არც ტექნიკა იყო, აი საერთოდ რო არაფერი არ იყო და მთელი ჩემი ცხოვრების ენერგია ჩავდი ამ ტელევიზიაში და ზუსტად ვიცი, რავი, ესე მგონია, რომ წესით ეს უნდა იყოს ჩემი ბოლო ტელევიზია რა, ასე მგონია. მართლა ხანდახან ისე ვიღლები ხოლმე და ისე მბეზრდება რა. ზოგჯერ აი ხო არის რომ უინტერესო პერიოდი გაქვს რა პროფესიაშიც და ბეზდება და ვამბობ ხოლმე რომ ღმერთო აღარ შემიძლია, მაგრამ ეხლა არ გავჩერდები. გამორიცხულია რომ გავჩერდე. მე უნდა გამოვაცხადო ოცნების წასვლა ხელისუფლებიდან და მეორე დღესვე წავალ და მივხედავ ჩემს თავს. ჟრუანტელმა დამიარა. არა, მე უნდა გამოვაცხადო. მე დავპირდი ერთხელ ირაკლი ღარიბაშვილს 5 ივლისი რომ მოხდა.
პირდაპირ ეთერში ვთქვი, რომ მე გამოვაცხადებ თქო შენს მოხსნას თქო და მარტო მოხსნა კი არ გამოვაცხადე, აი ეს 6 მილიონიან ბრილიანტებიან ყველაფრიანად მე მომიხდა გამოცხადებ. ძალიან მინდა რომ მე გამოვაცხადო, რომ ცვლილება დადგა ამ ქვეყანაში და მე მართლა იმ თაობასავით ხო არ მოვიქცევი, გამარჯობას რო არ მეუბნებოდნენ, კარგი, პატარა ხარ. მე სხვები გააგრძელებენ ამას. უბრალოდ ეხლა ვერ წავალ რა. ჩემი თავის ღალატი მგონია, თავისუფლების ღალატი მგონია და ყველაფრის ღალატ, თორე იცი როგორი დაღლილი ვარ სინამდვილეში ძალიან. ზუსტად ვიცი რომ ასე იქნება და ასე უნდა დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ. მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის. მოკლედ ინგა გრიგოლია იყო ჩვენი სტუმარი. აქვე უნდა რა თქმა უნდა შეგახსენოთ, დაგვიკომენტაროთ, დაგვალაიქოთ, გვიპოვოთ, იაქტიუროთ, გაახანგრძლივოთ ასე ჩვენი გადაცემა მომავალ შეხვედრამდე.